მესამე იანვარი 2019 წელი. თვარის შორეული მხარე, სადაც არასოდეს ანათებს მზე პირდაპირ დედამიწაზე. ბეიჯინის კოსმოსური კვლევების ცენტრში, სადაც არის უამრავი მონიტორი და დაძაბული სიჩუმე, ასობით მეცნიერი აკვირდება ერთ პატარა ეკრანს. და მერე ვირაც ხმამაღლა ხვირის. ეკრანზე 390,000 კილომეტრის მოშორებით, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, სხვა 1000 სხეულზე მწვანე ფოთოლი ამოდის მიწიდან. არა თეორიულად, არა სიმულაციაში, არამედ რეალურად ხდება ეს. ბამბის მცენარე იზრდება მთვარეზე. ოთახში იწყება უტოლოვი აფლაუსმენტები და ტირილი. ზოგიერთი მეცნიერი ერთმანეთს ჩაეხუტება, ზოგი უბრალოდ დგას და აცქერდება ეკრანს, თითქოს ვერ სჯერა საკუთარი თვალების. რადგან ის, რაც მათ ახლა ხედავენ, არის რაღაც ფუნდამენტურად შეუძლებელი. ქვაზე, სადაც 45 მილიარდი წლის განმავლობაში არაფერი ცოცხალი არ ყოფილა, მცენარე იზრდება. უბრალო, მცირე, მშვენიერი ბამბის მცენარე აწარმოებს ფოტოსინთეზს, ინახავს ენერგიას, იზრდება. სიცოცხლე სადღაც მოხდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ილიყო. მაგრამ რა ხდება 9 დღის შემდეგ და რატომ არის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი კოსმოსური კვლევების ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ მცენარე მოკვდა. რათა გავიგოთ, რატომ იყო ეს ისეთი უზარმაზარი მოვლენა, უნდა დავითხოთ იმის გაგებით, რა რთული იყო ეს საერთოდ გაკეთება და რა შეუძლებელი დავალება უნდა შეესრულებინა მცირე გუნდს ჩინელი ინჟინრებისა და ბიოლოგების, რომ ეს ექსპერიმენტი რეალობა გამხდარიყო. ჩანგე 4 მისია არ იყო უბრალოდ კიდევ ერთი მთვარის ზონდი. როდესაც 2019 წლის მესამე იანვარს ის დაეშვა მთვარის შორეულ მხარეზე, ფონ კარმანის კრატერში, მან მოახდინა ის, რაც არასოდეს ყოფილა გაკეთებული. პირველად ისტორიაში, საკტორიაში საკუთარი აპარატი დაეშვა იმ მხარეს, რომელსაც ჩვენ დედამიწიდან ვერასოდეს ვხედავთ. მაგრამ თან ატარებდა რაღაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს. მცირე, სრულად ავტონომიურ ბიოსფეროს, სადაც მოთავსებული იყო ბამბის თესლი, კარტოფილის თესლი, რაფსის თესლი, აგრეთვე არაბიოფსისის და საფუარის სპორები. სულ 15 სახეობა ცოცხალი ორგანიზმის, რომლებიც უნდა გადაერჩინათ მთვარეზე. მთვარე არის უსულო სამყარო, არ არის ატმოსფერო, არ არის წყალი თხევადი სახით. დღეზე ტემპერატურა აღწევს დადებით 130 გრადუს ცელსიუსით, ღამით ეცემა -173 გრადუსამდე. კოსმოსური გამოსხივება აბომბავს ზედაპირს, რადგან არ არის არანაირი დამცავი ფენა. აქ ბუნებრივი მდგომარეობა არის სიკვდილი. და ამ გარემოში ჩინელმა ინჟინრებმა უნდა შექმნათ პატარა ოაზისი სიცოცხლისა. მათი გადაწყვეტა იყო ბრწყინვალე თავისი სიმარტივით. ალუმინის ბიდონი 3 კილოგრამი წონით და 15 სანტიმეტრი სიმაღლით იყო დალუქული და დაბეჭდული დედამიწული დედამიწაზე. შიგნით იყო ყველაფერი, რაც სჭირდებოდა სიცოცხლეს: ნიადაგი, წყალი, საკვები ელემენტები, ჰაერი. ბიდონს ჰქონდა მილი, რომელიც გარედან უშვებდა მზის სინათლეს, რადგან მცენარეებს სჭირდებოდათ ფოტოსინთეზი. ჰქონდა ელექტრონიკა, რომელიც აკონტროლებდა ტემპერატურას და აღრიცხავდა ყველა პარამეტრს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი უნდა მუშაობდა ავტომატურად, რადგან არავის შეეძლო მისი შესწორება. სიე ჯენგსინ, ჩონგჩინგის უნივერსიტეტის პროფესორი, იყო ექსპერიმენტის მთავარი მეცნიერი. მან და მისმა გუნდმა 3 წლის განმავლობაში ამზადებდნენ ბიოსფეროს. სცდიდნენ ასობით ვარიანტს, ირჩევდნენ ყველაზე გამძლე მცენარეებს, ადგენდნენ იდეალურ პირობებს. ბამბა გამოირჩეოდა, რადგან შედარებით სწრაფად იზრდება და ადამიანებისთვის უპირველესად მნიშვნელოვანი კულტურაა. კარტოფილი იყო არჩეული როგორც საკვები წყარო სამომავლო კოლონიებისთვის. საფუარი უნდა გარდაექმნა ნახშირორ ჟანგი ჟანგბადად, რითაც ეხმარებოდა მცენარეებს. ეს იყო მცირე გენიალური ეკოსისტემა, სადაც ყველა ელემენტი ურთიერთშეეხმიანებოდა. მესამე იანვარს 2019 წლის დილით, დილის 10 საათზე ბეიჯინგის დროით, ჩანგ-E 4 მოდულმა გაუგზავნა ბრძანება ბიოსფეროს. დაიწყე. მცირე მილისამეფ სისტემამ შეასხურა წყალი თესლებზე. სითბოს კონტროლის სისტემამ დაიწყო მუშაობა და შეინარჩუნა 1 გრადუსიდან 25 გრადუსამდე ცელსიუსით, იდეალური ტემპერატურა ცოცხლობისთვის. მზის სინათლე დაიწყო შეჭრა ოპტიკურ მილში. და მერე დაიწყო მოლოდინი. დედამიწაზე გუნდი აკვირდებოდა ტელემეტრიას ყოველ საათს. ბამბის თესლი რეაგირებდა. მიკროკამერა დამონტაჟებული ბიდონში აყოლებდა სურათებთა სურათებს ყოველ 6 საათში. პირველი დღის განმავლობაში არაფერი. მეორე დღეც არაფერი. მაგრამ მესამე დღეს პირველი ნიშანი. თესლის გარსი გამწყინავდა, თითქოს რაღაც იძრებოდა შიგნით. მეოთხე დღეს პირველი მომწვანო წერტილიველი. მომწვანო წერტილი. მეხუთე დღეს უეჭველი ღერო, თხელი, მაგრამ მკაფიო. და მეექვსე დღეს, მესამე იანვარს, გასრიალდა ის ისტორიული სურათი, რომელიც შემოვლა მსოფლიოს. პირველი მწვანე ფოთოლი მთვარეზე. გაიფიქრეთ, რას ნიშნავდა ეს. აბსოლუტურად სტერილურ მკვდარ ქვაზე, სადაც 45 მილიარდი წლის განმავლობაში არაფერი არ იზრდებოდა,
ერთი პატარა ორგანიზმა, რომელიც შექმნილია დედამიწაზე, მოახერხა ფოტოსინთეზი. მოახერხა გარდაქმნა მზის სინათლე ენერგიად. მოახერხა გაგაზარდა ახალი უჯრედები და შექმნა ფოთოლი. 390,000 კილომეტრზე, 300,000 კილომეტრზე, სრულიად უცხო სამყაროში სიცოცხლე აგრძელებდა არსებობას. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები მწვანე ღეროსა. CNSM, ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ, გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება. ქვედა კოტი, კოტი, ქვედა ნული, ქვედა. NASA-ს დირექტორმა იმ დროს, ჯიმ ბრაიდენსტაინმა, მიულოცა ჩინეთს Twitterში. Quote: 1. გერმანიის კოსმოსური სააგენტო DLR-მა და ევროპის კოსმოსურმა სააგენტო ESM გამოსთქვეს აღფრთოვანება. მაგრამ მეცნიერების თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა ეს ნიშნავდა სამომავლო კოსმოსური კოლონიზაციისთვის. თუ შეგიძლიათ ამოზარდოთ მცენარე მთვარეზე, თუნდაც ხელოვნურ ბიოსფეროში, ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შექმნათ საკვები სისტემა. ნიშნავს, რომ თეორიულად მთვარის ბაზას შეუძლია თავად გამოიმუშაოს საკვები, თავად გამოიმუშაოს ჟანგბადი, თავად გახდეს თვითმყოფადი. ეს იყო პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იმისკენ, რომ დედამიწის სიცოცხლემ გადალახოს პლანეტარული საზღვრები. უფრო მეტიც, თუ ეს შესაძლებელია მთვარეზე, რატომ არ იქნებოდა შესაძლებელი მარსზე? მარსის მისიები, რომლებიც იგეგმება 2030-იან წლებში, ყველა ეძებს გზას, როგორ გამოკვებონ ასტრონავტების 3 წლის მოგზაურობისას. ნებისმიერი კილოგრამი საკვები, რომელსაც დედამიწიდან უნდა მიიტანო, არის კილოგრამი, რომელიც ზრდის საწვავის ხარჯს, ზრდის მისიის ფასს. მაგრამ თუ შეგიძლია ადგილზე გაზარდო კარტოფილი, სალათი, ბამბა, ეს არის რევოლუცია. ეს არის გზა, როგორ გახდეს კაცობრიობა ნამდვილად მულტიპლანეტური სახეობა. სიე გენგშინ და მისი გუნდი იცოდნენ, რომ მცენარე ალბათ არ გაუძლებდა დიდხანს. მთვარის დღე გრძელდება 14 დედამიწის დღემდე. შემდეგ მოდის 14 დღე სიბნელის, როდესაც ტემპერატურა ეცემა -173 გრადუსამდე. ჩანგეოთს ჰქონდა შეზღუდული ბატარეის რესურსი. ბიოსფეროს სითბოს კონტროლის სისტემა იყო შექმნილი მხოლოდ დღის დროისთვის. ღამის გადარჩენა მოითხოვდა ბატარეების მთელ ენერგიას, რაც შეუძლებელი იყო, რადგან ენერგია სჭირდებოდა თავად ზონდის მუშაობას. მაგრამ მათ იმედი ჰქონდათ. იმედი, რომ შეძლებდნენ რაღაც მიაღწიონ, ვიდრე მოვიდოდა ღამე. იმედი, რომ 9 ან 10 დღე ეყოფებოდა მონაცემების შესაგროვებლად. იმედი, რომ ბამბის მცენარემ არა მხოლოდ გამოდიოდა, არამედ გაიზრდებოდა საკმარისად, რომ დაემტკიცებინა, ეს მუშაობს. მე-7 დღე. ფოთოლი იყო უკვე თითქმის 1 სანტიმეტრი. ღერო მოსწონთ. მკვლევარები აკვირდებოდნენ მზარდ სიმწვანეს და წერდნენ სამეცნიერო ანგარიშებს. არაფერი არ მიანიშნებდა პრობლემაზე. მე-8 დღე. ფოტოსინთეზი გაგრძელდა. მცენარე წარმოებდა ახალ უჯრედებს. სისტემა მუშაობდა, მაგრამ მე-9 დღეს, 9 იანვარს, რაღაც შეიცვალა. ტელემეტრია აჩვენებდა, რომ ბატარეების დონე იყო დაბალი. მზის სინათლე გარეთ იწყებდა სუსტებას, რადგან მთვარე შედიოდა თავის გრდელ ღამეში. სითბოს კონტროლის სისტემა ჯერ კიდევ მუშაობდა, მაგრამ შიდა ტემპერატურა იწყებდა ცვლას. სიე გენგსინმა გადაწყვიტა, რომ არ შეეცადა გაეგრძელებინა ღამით, რადგან ისეც იცოდა, მთვარის ღამე მოკლავდა ყველაფერს, რაც იყო იმ ბიდონში. 10 იანვარს სითბოს კონტროლი გაითიშა. ტემპერატურა ბიოსფეროს შიგნით დაიწყო ვარდნა. ცალკეული გრადუსებით, შემდეგ უფრო სწრაფად. -5, -10, -20, -20. -40. უჯრედები ბამბის მცენარეში იყინებოდნენ. წყალი კრისტალებად გარდაიქმნებოდა, გააფუჭებდა მემბრანებს, ანადგურებდა ორგანელებს. ღამის შუაში ბიოსფეროს შიგნით ტემპერატურა მიაღწია -153 გრადუსს. ბამბის მცენარე, პირველი ცოცხალი არსება, რომელიც კი იზრდებოდა მთვარეზე, გაყინულიყო და მოკვდა. გუნდი ბეიჯინგში იცოდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ ამის ცოდნა და რეალურად ნახვა ორი სხვადასხვა რამ არის. როდესაც ტელემეტრია დაადასტურა, რომ სისტემა მკვდარია, ოთახში ისევ იყო სიჩუმე, მაგრამ ეს არ იყო დამარცხების სიჩუმე, ეს იყო პატივისცემის სიჩუმე. რადგან რაც მათ გააკეთეს იმ 9 დღეში, იყო უფრო მეტი ვიდრე ექსპერიმენტი. ეს იყო დემონსტრაცია. დემონსტრაცია იმისა, რომ კაცობრიობას შეუძლია წაიღოს სიცოცხლე იქ, სადაც არ არსებობს. შეუძლია შექმნას ოაზისები უმკაცრეს გარემოში. შეუძლია დაიწყოს ტერაფორმირების გრძელი რთული გზა, პლანეტების გარდაქმნა ისეთ ადგილებად, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ. მაგრამ რას გვიჩვენებდა ეს მცირე 9 დღიანი მცენარე კიდევ უფრო ღრმა დონეზე? რას ამბობს იგი ჩვენზე როგორც სახეობაზე? და რატომ არის მთვარეზე გაშენებული ფოთოლი, რომელიც გაყინულიყო და მოკვდა, შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური გზავნილი, რომელიც კი შეგვიძლია გაუგზავნოთ კოსმოსში. რათა გავიგოთ ეს, უნდა გადავხედოთ არა მხოლოდ ამ ერთ ექსპერიმენტს,
არამედ მთელ ისტორიას იმისას თუ როგორ ცდილობს სიცოცხლე გადალახოს ის ბარიერები, რომლებიც თითქოს შეუძლებელს ხდიან გადარჩენას. და როგორ უნდა ვიფიქროთ მთვარეზე და მარსზე არა როგორც უცხო, შორეულ მყოფობაზე, არამედ როგორც მომავალ სახლებზე. როდესაც ვსაუბრობთ სიცოცხლის გადატანაზე სხვა პლანეტებზე, ჩანგი 4 არ იყო პირველი მცდელობა დალუქული ეკოსისტემის შესაქმნელად. ადამიანებმა 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდნენ მიეღოთ პასუხი ერთ მარტივ კითხვაზე. შეგვიძლია თუ არა შევქმნათ თვითმყოფადი მინი დედამიწა, სადაც სიცოცხლე თავისით გრძელდება ჩვენი ჩარევის გარეშე. Biosphere 2. თქვენ შესაძლოა გაგონილი გქონდეთ ამ სახელის შესახებ. ტუსონთან, არიზონაში 1991 წელს აშენდა გიგანტური მინი სტრუქტურა, რომელიც მოიცავდა 198,000 კვადრატულ მეტრს. აქ იყო ხელოვნური თხე, ოკეანე კორალებით, უდაბნო, სასოფლო სამეურნეო ზონა, 7 სამეურნეო ცხოველის სახეობა, 3006-ას ცხოვრობდა მცენარის და ცხოველის სახეობა და 8 ადამიანი, რომლებიც დალუქნენ შიგნით 2 წლით, თავად უნდა გამოეგებათ და მიეღოთ ჟანგბადი გარემოდან. მისია ეფუძნებოდა იდეას, რომ თუ შექმნი საკმარისად დიდ და მრავალფეროვან ეკოსისტემას, ის თავისით დაბალანსდება. მცენარეები გამოიმუშავებენ ჟანგბადს, ადამიანები და ცხოველები გამოიმუშავებენ ნახშირორ ჟანგს, ნიადაგში მიკრობები დაამუშავებენ ნარჩენებს, სისტემა გახდება პერპეტული. მაგრამ რა მოხდა? პირველი მესამე თვის შემდეგ ჟანგბადის დონე დაიწყო შემცირება. არა ნელა, არამედ სახიფათოდ სწრაფად. ჟანგბადი, რომელიც იყო 21% დაბალანსების დაწყებისას, 6 თვის შემდეგ ჩამოვიდა 15%-მდე. ამას მოჰყვა თავბრუსხვევა, თხვევა, ქრონიკული დაღლილობა, შეუძლებლობა გონებრივად იმუშაო. მეცნიერები გარეთ არ ესმოდათ რატომ. ბოლოს გაირკვა. რამდენიმე ფაქტორი იყო ერთად. ნიადაგში, რომელიც გამოკენებული იყო ჩვეულებრივზე მეტი ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადს იშლიდნენ. კორალები ასევე მოიხმარდნენ ჟანგბადს, ვიდრე იწარმოებდნენ. ხეების ზრდა იყო უფრო ნელი, ვიდრე განიხილეს. დაახლოებით 16 თვის შემდეგ გადაწყდა ჟანგბადის შეტანა გარედან. ეს იყო დამარცხება ექსპერიმენტის თვალსაზრისით, მაგრამ გაკვეთილი, ეკოსისტემები არ არის მარტივივე. არ არის მარტივი, წონასწორობა არ არის თვითგანმარტებადის თვითგანმარტებადი. თუნდაც გქონდეს ათასობით სახეობა, ერთი პატარა შეცდომა ან დაუთვალისწინებელი ფაქტორი შეიძლება გაანადგუროს მთელი სისტემა, მაგრამ ცდილობები არ გაჩერებულა. 1990-იან წლებში NASA-მ შექმნა ბიოპლექსი, იდევანებზე დაფუძნებული ბიორეგენერაციული სისტემა. Mars Desert Research Station და Devon Island Mars Simulation ამათში მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ, რა მცენარეები შეიძლება მოევლოთ მარსის სიმულაციურ პირობებში. ISS-ზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ასტრონავტები აუზრდიათ სალათა, რადიშონი, წითელი რომეინის სალათა ახალი სისტემები მიკროგრავიტაციაში. სკოტ კელი, NASA-ის ასტრონავტი, რომელმაც გაატარა 512 დღე კოსმოსში, 55 წლებში აღწევდა, რას ნიშნავს პირველად შენ მიერ მოყვანილი სალათის ჭამა ISS-ზე. ქვედატირე კვოტე, 2, ქვედატირე თქვა მან. თქვა, რომ ამ პატარა წითელი და მწვანე ფოთლების ნახვა, რომლებიც თავად გაზარდა მიკროგრავიტაციაში, იყო უფრო მნიშვნელოვანი ემოციურად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ექსპერიმენტი. რადგან მცენარეები არიან უფრო მეტი ვიდრე საკვები, ისინი არიან კავშირი დედამიწასთან. ისინი არიან ცოცხალი ობიექტები, რომლებიც იზრდებიან, სვლიან ფერს, ავყავებიან. კოსმოსში, სადაც ყველაფერი გარშემო არის ლითონი, პლასტმასი, ელექტრონიკა და სიცარიელე, ერთი მწვანე ფოთოლი შეიძლება გახდეს წამყვანი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის წყარო. NASA-ს კვლევებმა აჩვენა, რომ ასტრონავტებს, რომლებიც ზრუნავენ მცენარეებზე, აქვთ უკეთესი მენტალური ჯანმრთელობა გრძელ მისიებზე. მაგრამ დავბრუნდეთ ჩანგე 4-ზე. რა განსხვავება იყო ჩინური ექსპერიმენტსა და Biosphere 2-ს შორის? მასშტაბი და რეალიზმი. Biosphere 2 ცდილობდა შეექმნა სრული, საკმარისად დიდი ეკოსისტემა და რომ არ გამოსულიყო, იმიტომ რომ იყო ძალიან ამბიციური. ჩანგე 4 იყო პირიქით. მცირეული, უმარტივესი სისტემა, რომელსაც ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზანი. დაამტკიცოს, რომ შესაძლებელია საერთოდ. და მან დაამტკიცა. 9 დღე, რომელიც ბამბის მცენარემ მიწოცხლა მთვარეზე, იყო საკმარისი იმისთვის, რომ აჩვენოს. ხელოვნური ბიოსფერო შეიძლება მუშაობდეს უკიდურეს გარემოში. წყალი, ნიადაგი, სინათლე და ტემპერატურის კონტროლი, თუ ეს 4 პარამეტრი გაკონტროლებული გაქვს, სიცოცხლე იპოვის გზას. თუმცა, რა სჭირდება იმისთვის, რომ გადავიდეთ 9 დღიდან 9 წლამდე? რა სჭირდება იმისთვის, რომ მთვარის ბაზას ჰქონდეს არა ექსპერიმენტული ბიდონი, არამედ რეალური, მუდმივი თევზსაშენი, სადაც ასობით ადამიანი ეკვებება მათ მიერ მოყვანილ პროდუქტებს. და რას ნიშნავს ეს მარსისთვის, სადაც დღე თითქმის იგივეა, მაგრამ სადაც არის ატმოსფერო და შესაძლოა წყალი?
მარსი არის უმნიშვნელოვანესი სამიზნე კაცობრიობისთვის 50 წლების და 50-50 წლების პერიოდში. SpaceX, NASA, China National Space Administration ყველა გეგმავს დასახლებას წითელ პლანეტაზე. მაგრამ ერთი უმთავრესი კითხვა რჩება ყოველ მისიაში. როგორ გამოკვებავთ ადამიანებს, რომლებიც იქ იქნებიან? წარმოიდგინეთ მოგზაურობა მარსზე. 50-იან წლებში NASA-ს Artemis პროგრამის გაგრძელებით დაგეგმილი მისიები მარსზე მოითხოვს დაახლოებით 7-დან 15 თვეს, მხოლოდ ჩასვლისთვის. შემდეგ 2 წელი მარსზე, რადგან უნდა დაელოდოს სწორ გაშვების ფანჯარას დაბრუნებისთვის და კიდევ 7 თვე უკან. სულ დაახლოებით 3 წელი. დღეს ISS-ზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, თითოეული ასტრონავტი მოიხმარს დაახლოებით 1 კილოგრამ 400 გრამს საკვების დღეში. ეს ნიშნავს დაახლოებით 512 კილოგრამს წელიწადში. 3 წლისთვის 1580 კილოგრამი. თუ გაგზავნი 6 ასტრონავტს, ეს არის სულ 9480 კილოგრამი საკვები. მხოლოდ საკვები. არ ჩავთვლით წყალს, ჟანგბადს, საწვავს, აღჭურვილობას. მარსზე გაშვების ფასი დღეს არის დაახლოებით $1000 1 კილოგრამზე. SpaceX-ის Starship-ით, რომელიც ჯერ არ არის სრულად ოპერაციულ რეჟიმში, მაგრამ ეს არის მომავალი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ საკვების გადაზიდვა 6 ასტრონავტისთვის 3 წლამდე დაჯდება $9,480,000. და ეს მხოლოდ საწყისია. რეალურად თუ ჩათვლით რესურსს, რომელიც სჭირდება დიდხანს შენახვას, რადიაციის დაცვას, ამორტიზაციას, ფასი გაორმაგდება. მაგრამ თუ შეგიძლია მარსზე მოიყვანო საკვები თავად, თუ შეგიძლია გქონდეს თევ-თევს საშენი, სადაც კარტოფილი, პომიდორი, სალათა, რადიშონი იზრდება ჰიდროპონიკულად. თეორიულად პირველი რამდენიმე ტონა თესლი და აღჭურვილობა რომ მიიტანო, შემდეგ ყველა სხვა მოსავალი ხდება თვითმყოფადი. შეინახავ თესლს, ისევ დათესავ და ციკლი გაგრძელდება. NASA-ს კვლევები აჩვენა, რომ ერთ ადამიანზე სრული კვების უზრუნველსაყოფად მხოლოდ მცენარეებით სჭირდება დაახლოებით 30-დან 45 კვადრატული მეტრი თევზსაშენი. ამას უწოდებენ ქვედა-კოტი, ქვედა-3, ქვედა-ზედა-. 6 ადამიანზე, ეს ნიშნავს 260 კვადრატულ მეტრს, ოთახი დაახლოებით 16 მეტრზე 16 მეტრი. დიდია, მაგრამ არა შეუძლებელი. და რა უფრო მნიშვნელოვანი, მარსს აქვს რამდენიმე უპირატესობა მთვარესთან შედარებით. პირველი, დღე. მარსის დღე გრძელდება 24 საათს და 32 წუთს, თითქმის იდენტური დედამიწის დღესთან. ეს ნიშნავს, რომ მცენარეებს ექნებათ ჩვეული რიტმი სინათლის. არა 14 დღე სინათლე და 14 დღე სიბნელე როგორც მთვარეზე, არამედ ნორმალური დღე-ღამე ციკლი. მეორე, ატმოსფერო. მარსის ატმოსფერო არის მხოლოდ 0,6% დედამიწის ატმოსფეროს სიმკვრივის, მაგრამ ეს მაინც არის რაღაც. ის შეიცავს 95% ნახშირ ორჟანგს, რასაც მცენარეები იყენებენ ფოტოსინთეზისთვის. ამას ნიშნავს, რომ თეორიულად მარსის თევზსაშენს შეუძლია სარგებლობდეს გარე CO2-ით, ამცირებსაც რეგენერაციის საჭიროებას. მესამე, წყალი. Curiosity როვერმა და Perseverance როვერმა დაადასტურა, რომ მარსს აქვს წყალი წყალბადის სახით ყინულში, როგორც პოლუსებზე, ასევე ნიადაგში. თუ შეგიძლია წყალბადის ამოღება და გამდნარება, შეგიძლია გამოიყენოთ თევზსაშენისთვის. არა უნდა ატრანსპორტირო ყველა წვეთი წყლის დედამიწიდან. მეოთხე, ნიადაგი. მარსის ნიადაგი, რომელსაც უწოდებენ ქვედა-კოტი, ქვედა-4, ქვედა-, შეიცავს ბევრ მინერალებებს, რომლებიც სჭირდება მცენარეებს: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი. პრობლემა არის, რომ ის ასევე შეიცავს პერქლორატეს, ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც ტოქსიური ადამიანებისა და მცენარეებისთვის. მაგრამ NASA-ს კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია პერქლორატების გარკვევა ნიადაგიდან ან გამოყენება მოდიფიცირებული მცენარეებით. ვაგენინგენ უნივერსიტეტში, ნიდერლანდებში, მეცნიერთა ჯგუფი ვიგერ ვამლინგის ხელმძღვანელობით 10 წლეულზე მეტია ცდილობს გაზარდოს მცენარეები მარსის სიმულაციურ ნიადაგში. მათ გამოიყენეს NASA-ს მიერ შექმნილი მარსის სიმულანტი საილი, რომელიც იმიტირებას უკეთებს მარსის ქიმიურ შემადგენლობას და შედეგები არის გამაოგნებელი. 2015 წლისთვის მათ წარმატებულად ამოზარდეს 10 სხვადასხვა მცენარე, მათ შორის პომიდორი, მწვანე ბარდა, რადიშონი და მოხარული. ამ მცენარეებმა არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ გამოიმუშავა საკვები პროდუქტი, რომელიც იყო უსაფრთხო ჭამაზე. 2008 წელს მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც ქვედა-, ქვედა-, და მარსიან მწვანე ბარდს მოაწყვეს უფასო სადილი ამსტერდამში და ადამიანები რეალურად ჭამდნენ მათ. არავინ დაავადდა, არავინ იყო intoxicated. ეს არის მონუმენტური. ეს ნიშნავს, რომ მარსის ნიადაგი მცირე მოდიფიკაციით
შეიძლება გამოყენებული იქნას რეალური სოფლის მეურნეობისთვის. შეიძლება დღეს ეს გვეჩვენება როგორც სამეცნიერო კურიოზი, მაგრამ 50-იან წლებში ეს იქნება საფუძველი პირველი მარსული კოლონიის საკვების უზრუნველყოფისთვის. მაგრამ განვიხილოთ, რა სირთულეები რჩება. რადიაცია. ეს არის პირველი და უმთავრესი საფრთხე ნებისმიერი კოსმოსური სოფლის მეურნეობისთვის. დედამიწაზე ჩვენ დაცულები ვართ მაგნიტური ველით და ატმოსფეროთი, რომლებიც ბლოკავენ თითქმის მთელ კოსმოსურ გამოსხივებას. მთვარეს არ აქვს არც მაგნიტური ველი, არც ატმოსფერო. მარსს აქვს მცირე ატმოსფერო, მაგრამ არა მაგნიტური ველი. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსური სხივები და მზის ქარი ელექტრონების, პროტონების და მძიმე იონების ნაკადები თავისუფლად აბომბავენ ზედაპირს. რა ნიშნავს ეს მცენარეებისთვის? NASA-ს კვლევებმა აჩვენა, რომ მარსის ზედაპირზე რადიაციის დონე არის დაახლოებით 251 მილისივერტ წელიწადში. შევადაროთ, დედამიწაზე საშუალო ადამიანი იღებს დაახლოებით 3 მილისივერტს წელიწადში ბუნებრივი გამოსხივებიდან. მარსზე ეს არის თითქმის 80-ჯერ მეტი. ISS-ზე, რომელიც დაცულია დედამიწის მაგნიტური ველით მნიშვნელოვნად, ასტრონავტები იღებენ დაახლოებით 140 მილისივერტს წელიწადში და ეს უკვე ითვლება ზღვრულად. მაგრამ აქ არის საინტერესო. მცენარეები უფრო განძლეები არიან რადიაციის მიმართ ვიდრე ცხოველები. რადგან მათ არ აქვთ ნერვული სისტემა, რომელიც ყველაზე მგრძნობიარია, მათ შეუძლიათ გაიღონ უფხალი დოზები. მაგრამ მაინც არსებობს ლიმიტი. ძალიან მაღალი რადიაცია ანადგურებს DNA-ს, აფერხებს უჯადოულ გაყოფას, კლავს მცენარეს. გადაწყვეტა. თევზსაშენი უნდა იყოს დაფარული. არა უბრალოდ მინის გუმბათი, როგორც ფილმებში ვხედავთ, არამედ რამდენიმე მეტრი მარსიანი ნიადაგის ან წყლის თავზე. წყალი არის ერთ-ერთი საუკეთესო რადიაციის ბარიერი. 2 მეტრი წყლის ან 3 მეტრი რეგოლითის და რადიაციის დონე ეცემა დაცულ დიაპაზონში. ეს ნიშნავს, რომ მარსის თევზსაშენები სავარაუდოდ აშენდება ან მიწის ქვეშ, ან გამოქვაბულებში, ან დაიფარება დამატებითი დამცავი ფენებით. მეორე პრობლემა – წნევა. მარსის ატმოსფერული წნევა არის მხოლოდ 600,000 ფრანგული პასკალი. ეს არის 0,6% დედამიწის წნევისა. ადამიანისთვის ეს ნიშნავს, რომ თუ გარეთ გახვალთ სკაფანდრის გარეშე, სისხლი დაწყებს ადუღებას, არა სიცხის გამო, არამედ წნევის ნაკლებობის გამო. მცენარეებისთვის ეს ნიშნავს, რომ წყალი მხრისიერად აორთქლდება. ამიტომ მარსის თევზსაშენი უნდა იყოს ჰერმეტულად დალუქული და პრესურიზებული. შიგნით წნევა უნდა იყოს 1050 კილოპასკალი, რაღაც შუალედურ დონეზე დედამიწისა და მარსის ზედაპირს შორის. საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ წყალი არ აორთქლდეს და მცენარეები ნორმალურად იმუშაონ. მაგრამ არა ისეთი მაღალი, რომ სტრუქტურა გახდეს ძალიან ძიმე და ძვირი. წარმოიდგინეთ, ყოველი კვადრატული მეტრი კედლის უნდა უძლებდეს თითქმის 10,000 ნიუტონს, წონა რაც ექვივალენტურია 1 ტონას. აშენებთ არა უბრალო სადგურს, არამედ წნევის გამძლე კონტეინერს, რომელიც ერთდროულად გამჭვირვალეა სინათლისთვის, მაგრამ საკმარისად ძლიერია ასობით ტონების შიდა დატვირთვის გასაძლებად. ენერგია. ეს არის მესამე უდიდესი გამოწვევა. მარსზე მზის სინათლე არის დაახლოებით 52% დედამიწის ინტენსივობისა, რადგან მარსი შორს არის მზიდან. ეს კვლავ საკმარისია ფოტოსინთეზისთვის, მცენარეები შეძლებენ იზროდნენ, ებენიზდებოდნენ, მაგრამ მზის პანელებისთვის, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ ენერგიას სითბოს, წყლის, ჰაერის რეგულირებისთვის, ეს არის პრობლემა. გაითვალისწინეთ, რომ თევზსაშენში თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ტემპერატურა დაახლოებით 30 გრადუსზე ცელსიუსით. მარსზე ღამის ტემპერატურა ეცემა -100 გრადუსამდე. დღის ტემპერატურა შეიძლება იყოს +20 ეკვატორზე, მაგრამ საშუალოდ -60. ეს ნიშნავს, რომ გჭირდებათ მუდმივი გათბობა და გათბობა მოითხოვს ენერგიას, ბევრ ენერგიას. NASA-ს გამოთვლებით ერთი თევზსაშენი 90 კვადრატული მეტრის ფართობით საჭიროებს დაახლოებით 15-დან 25 კილოვატს ელექტროენერგიას უწყვეტად. ამისთვის გჭირდებათ ან მზის პანელები რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის ფართობით, ან ატომური რეაქტორი. SpaceX-მა უკვე განაცხადა, რომ მათი მარსის ბაზა იქნება აღჭურვილი კომპაქტური ატომური რეაქტორებით, რადგან მზის ენერგია მარსზე არაა საკმარისად სანდო, განსაკუთრებით მტვრის ქარიშკლების დროს, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს კვირებით. წარმოიდგინეთ ეს სცენა. 2030 წელი. Starship-ი დაეშვება მარსზე, ჯეზერო კრატერის ახლოს, სადაც Perseverance როვერი უკვე 10 წლეულზე მეტია მუშაობს. 72 ტონა ტვირთვის შემდეგ მსხვილი რობოტული მანიპულატორები იწყებენ გამოტვირთვას. პირველი რაც გადმოდის, არის პრეფაბრიკირებული მოდულები თევზსაშენისთვის. თითოეული მოდული არის 4 მეტრის სიგრძის, 3 მეტრის სიგანის მეტრის, 2 მეტრის სიმაღლის.
ალუმინის მსუბუქი ჩარჩოები, მრავალფენიანი პოლიმერული კედლები, რომლებიც ბლოკავენ რადიაციას. შიგნით ჰიდროპონიკური სისტემები, LED განათება, მიკროსენსორები, ავტომატური პოლივის სისტემები. 6 ასეთი მოდული შეიკრებიან ერთ კომპლექსად, ქმნიან თევზსაშენს 90 კვადრატული მეტრის ფართობით. მაგრამ თევზსაშენი უნდა იყოს დაფარული. როვერები და დრონები იწყებენ მუშაობას. ისინი აგროვებენ მარსიან რეგოლიტს, წითელ მტვერს და ქვებს და ასხამენ მას თევზსაშენის თავზე. 3 მეტრის სისქის ფენა, 300 ტონა მარსიანი ნიადაგი, რომელიც ახლა არის დამცავი ბარიერი კოსმოსური გამოსხივების წინააღმდეგ. მოდულები პრესურიზდება, ჰაერი იტუმბება შიგნით, აზოტი და ჟანგბადი. წნევა აღწევს 130 კილოპასკალს. სითბოს სისტემა ირთვება. და ტემპერატურა შიგნით ნელ-ნელა იწყებს აწევას. 0 გრადუსი, +10, +20, +30. დრო თესვისა. პირველი ასტრონავტები, სავარაუდოდ 6 ადამიანი პირველ მისიაში, შედიან თევზსაშენში სრული სკაფანდრით. ჰაერი უკვე არის სუნთქვისთვის, მაგრამ ჯერ არავინ სანდუა რომ არ მოხდეს გაგაჟონვა. ისინი ხელოვნურად მომზადებულ ნიადაგს ასხამენ ჰიდროპონიკურ კონტეინერებში. ამატებენ საკვებ ხსნარებს, აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კვალი ელემენტები. და შემდეგ, ერთი დიდი რიტუალური მომენტით, ათავსებენ პირველ თესლს. სალათა, რადიშონი, კარტოფილი, პომიდორი. თესლები, რომლებმაც გაიარეს წლების სელექციის, რომლებიც შერჩეულნი არიან სპეციალურად მარსიანი პირობებისთვის, LED განათება ირთვება, წითელი და ლურჯი სპექტრი, ოპტიმალური ფოტოსინთეზისთვის. მიკროფრქვევები ირევა ჰაერში, სენსორები, რომლებიც იზომავენ ტემპერატურას, ტენიანობას, CO2 დონეს ყოველ წუთში. ავტომატური პოლივის სისტემა შეასხურებს წყალს საათში ერთხელ. წყალი, რომელიც ამოღებულია მარსის ყინულიდან, გაფილტრულია, სტერილიზებულია. და შემდეგ, მოლოდინი. იგივე უნერვიულო, დაძაბული მოლოდინი, რაც იყო ჩანგე 4-ის დროს. მაგრამ ამჯერად სხვა მასშტაბით. ამჯერად არა 9 დღისთვის, არამედ თვეებისთვის. რადგან აქ არ არის ღამე -173 გრადუსზე. აქ არის კონტროლირებული გარემო, რომელიც შექმნილია სიცოცხლისთვის. პირველი ჯერო გამოდის მეოთხე დღეს, მეათე დღეს უკვე ათეული პატარა მწვანე წერტილი. 2 კვირის შემდეგ სალათას ფოთლები, რომლებიც უკვე 1 სანტიმეტრია. მესამე კვირა რადიშონი, რომელიც მწიფდება უკვე. 1 თვის შემდეგ ასტრონავტები ჭამენ პირველ სალათას, რომელიც მოყვანილია მარსზე. წარმოიდგინეთ ეს მომენტი. თქვენ ხართ 380 მილიონ კილომეტრზე სახლიდან. გარეთ არის წითელი უდაბნო, სადაც ტემპერატურა -60 გრადუსია და ჰაერი ვერ სუნთქავთ. თქვენ 6 თვე აკვებავთ კონსერვებით და გამომშრალი საკვებით. და აქ, თქვენს ხელში, არის ახალი, მწვანე, ცოცხალი სალათა. ფოთოლი, რომელიც გუშინდელი იყო, უბრალოდ თესლი. ის სუნსხობს ისე, როგორც დედამიწაზე. გემრიელად არის ისე, როგორც დედამიწაზე. და თქვენ აცნობიერებთ, ეს არის მომენტი, როდესაც მარსი პირველად ხდება არა უბრალოდ ქვა, არამედ ადგილი, სადაც რაღაც იზრდება. ეს არის უფრო მეტი ვიდრე საკვები. ეს არის სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ სიცოცხლე, რომელიც წარმოიშვა დედამიწაზე 4 მილიარდი წლის წინ, ახლა ვრცელდება მეორე პლანეტაზე. მაგრამ ჩვენ საუბრობთ თეორიაზე. რეალობაში სიტუაცია ბევრად უფრო რთულია. რადგან კოსმოსური სოფლის მეურნეობა, ეს არის არა მხოლოდ ბიოლოგია და ინჟინერია. ეს არის ასევე ფსიქოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა. პირველი რეალური პრობლემა – დრო. მცენარეები არ იზრდებიან დღისიერად. სალათას სჭირდება დაახლოებით 30-დან 45 დღე, კარტოფილს 120 დღე, პომიდორს 180 დღე. ეს ნიშნავს, რომ პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მარსზე ასტრონავტები ისევ იკვებებიან დედამიწიდან მოტანილი საკვებით. მხოლოდ შემდეგ დაიწყება თავიანთი წარმოება. მაგრამ რა მოხდება თუ რაღაც წავა ცუდად? თუ საკვები მიწოდება დაგვიანდა? თუ კონტეინერი, რომელიც მოიცავდა ძირითად საკვებს, დაზიანდა დაშვებისას? NASA-ს კალკულაციებით ასტრონავტებს სჭირდებათ მინიმუმ 1 წლის სათადარიგო საკვები. ეს არის უსაფრთხოების მარგინალი. მაგრამ ეს მარგინალი ნიშნავს დამატებით 10 ტონებს ტვირთს, რაც ნიშნავს დამატებით მილიონებ დოლარებს. მეორე პრობლემა – სნეულებები და მავნებლები. დედამიწაზე თევზსაშენები იბრძვიან მუდმივ ბრძოლას ბაქტერიებთან, სოკოებთან, მწერებთან. მარსზე თეორიულად არ უნდა იყოს აქ ბუნებრივი პათოგენები, მაგრამ რა მოხდება თუ ასტრონავტები თავად მიიტანენ სოკოსპორებს? რა მოხდება თუ დალუქულ სისტემაში, სადაც ჰაერი რეციკლირდება, ერთი საშიში ბაქტერია იწყებს მრავლდება უკონტროლოდ? 2010 წელს ISS-ზე ასტრონავტებმა აღმოაჩინეს სოკოები, რომლებიც იზრდებოდნენ კედლებში, აღჭურვილობაზე, თუნდაც ფილტრებში. ეს სოკოები იყვნენ კლადოსპორიუმი და პენისილიუმი,
არა უსაფრთხო, მაგრამ არც მომაკვდინებელი. მაგრამ ისინი ცვლიდნენ ჰაერის ხარისხს და იწვევდნენ ალერგიებს. დალუქულ მარსიან თევზსაშენში ერთი ასეთი სოკოს ამოფრქვევა შეიძლება გამხდარიყო კატასტროფა. გადათვეტა არის ულტრასტერილიზაცია. ყველაფერი, თესლი, ნიადაგი, წყალი, ხელსაწყოები უნდა გაიაროს რამდენიმეჯერადი სტერილიზაცია და მაინც ადამიანები თავად არიან საფრთხე, რადგან ჩვენი სხეულები მოიცავენ ტრილიონობით ბაქტერიებს. ენასამ განიხილა თუნდაც იდეა სრულად რობოტიზირებული თევზსაშენების შესახებ, სადაც ადამიანები საერთოდ არ შედიან, მხოლოდ მანქანები ამოწმებენ და აწვდიან მოსავალს. მესამე პრობლემა – ფსიქოლოგია. ადამიანები, რომლებიც იცხოვრებენ მარსზე, იქნებიან იზოლირებულნი ისე, როგორც არასოდეს იყო არავინ ისტორიაში. ISS-ზე გჭირდებათ 3 დღე ავარიული დაბრუნებისთვის დედამიწაზე, მარსზე 2 წელი. თუ ფსიქოლოგიური კრიზისი მოხდება, თუ დეპრესია იწყება, თუ ადამიანი უბრალოდ აღარ უნდა იქ იყოს, არ არის გამოსავალი. თქვენ ხართ ტყვე. მცენარეების მოყვანა ხდება ერთ-ერთი ძირითადი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ინსტრუმენტი. NASA-ს ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ასტრონავტები, რომლებიც ზრუნავენ ცოცხალ არსებებზე, მცენარეებზე ან თუნდაც აკვარიუმის თევზებზე, განიცდიან ნაკლებ სტრესს და მოსწონთ უკეთესი ტუმორი გუნდურ ურთიერთობებში. მცენარეების მოვლა ხდება რიტუალი, რაღაც რაც აძლევს აზრს და სტრუქტურას ყოველდღიურ ცხოვრებას. მაგრამ რა მოხდება, თუ მცენარეები მოკვდებიან? თუ თესლი არ გაღვივდა, თუ დაავადება მოკლავს პირველ მოსავალს, ეს იქნება არა მხოლოდ ტექნიკური დამარცხება, ეს იქნება ემოციური დარტყმა, რომელიც შეიძლება განადგუროს მთელი გუნდის მორალს. დაუშვათ პირველი ექსპერიმენტი მუშაობს. პირველი 6 ასტრონავტი მარსზე წარმატებით ჭამს სალათას, რადიშონს, პომიდორს, რომლებიც მათ თავად გაზარდეს. მეორე მისია ჩამოდის 2 წლის შემდეგ. კიდევ 6 ადამიანი, ახლა 12. გჭირდებათ 2 თევზსაშენი. მესამე მისია 18 ადამიანი, 3 თევზსაშენი. მაგრამ რა მოხდება, როდესაც გსურთ არა 12 ადამიანი, არამედ 100, ან 500, ან 1000? ეს არის რეალური პლანები 2050 წლისთვის. SpaceX-ის ელონ მასკ საუბრობს მილიონკაციან ქალაქზე მარსზე 2050 საუკუნისთვის. NASA-ს გრძელვადიანი სტრატეგია ასევე მოიცავს პერმანენტულ დასახლებას 500,000 მოსახლეობით 2055 წლისთვის. რას ნიშნავს ეს საკვების მხრივ? თუ თითოეული ადამიანი მოიხმარს 1 კილოგრამ 400 გრამს საკვების დღეში, 500 ადამიანი მოიხმარს 700 კილოგრამს დღეში. წელიწადში 255,000 კილოგრამს. თუ ამ საკვების ნახევარი მოდის მცენარეული წყაროდან, ნახევარი სხვა წყაროდან, როგორიცაა ლაბორატორიულად მოყვანილი ხორცი ან მიკრობული პროტეინი, ეს ნიშნავს 130,000 კილოგრამს მცენარეული საკვების წელიწადში. NASA-ს კალკულაციებით ჰიდროპონიკული სისტემა შეიძლება გამოიმუშაოს დაახლოებით 15-დან 25 კილოგრამს მცენარეული საკვების 1 კვადრატულ მეტრზე წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ 500 ადამიანისთვის გჭირდებათ დაახლოებით 5,000-დან 10,000 კვადრატული მეტრი თევზსაშენი. ეს არის დაახლოებით 1/9-დან 2 ფერბურთის მოედანი. ეს არის შესაძლებელი? დიახ. მაგრამ ეს მოითხოვს არა 6 მოდულს, არამედ რამდენიმე 100-ულ მოდულს. მოითხოვს ავტომატიზაციას, რობოტებს, რომლებიც საათობით მუშაობენ, დათესვა, პოლივა, მონიტორინგი, მოსავლის აღება. მოითხოვს ენერგიას, მეგავატებს, არა კილოვატებს. მოითხოვს წყალს, ხდიან ტონების წყალს, რომელიც უნდა ამოღებულ იქნას, გაფილტრულ იქნას, რეციკლირებულ იქნას. და მოითხოვს იმას, რაც ყველაზე ძვირია – დროს. იმისათვის, რომ აშენდეს ასეთი სისტემა, დასჭირდება არა 2 წელი, არამედ 10 წლეულები. უნდა გქონდეთ საბაზო ინფრასტრუქტურა, მუდმივი მიწოდება დედამიწიდან, გუნდები, რომლებიც შეცვლიან ერთმანეთს. ეს არის ინვესტიცია, რომელიც დაჯდება არა მილიარდებს, არამედ ასობით მილიარდებს. და მთელი ეს დრო, ყოველი ახალი მისია იქნება რისკი, რადგან კოსმოსური მოგზაურობა არის საშიში. 50 წლის კოსმოსური კვლევების განმავლობაში დაახლოებით 3% მისიებიდან თავდება კატასტროფით. მაგრამ დაუშვათ ჩვენ ვართ ოპტიმისტები. დაუშვათ ყველაფერი მუშაობს. 2050 წელს მარსზე არის 500 ადამიანი. აქვთ მოქმედი თევზსაშენები, აქვთ წყლის მოპოვების სისტემები, აქვთ ენერგიის გენერატორები და აქვთ რაღაც, რაც მანამდე არასოდეს ყოფილა. თვითმყოფადი სოფლის მეურნეობა სხვა პლანეტაზე. ეს იქნება მომენტი, როდესაც მარსი გახდება არა მხოლოდ ექსპედიციის სამიზნე, არამედ სახლი. როდესაც ადამიანები დაბადებიან იქ, იზრდებიან იქ, აკვეთებენ საკუთარ ბაღებს. როდესაც ბავშვი, რომელიც დაბადებული არის მარსზე, პირველად გემრიელად ჭამს ვაშლს. ვაშლს, რომელიც ამოზრდილია მართის ნიადაგში, მართის წყლით, მართის ჰაერით. და ეს ვაშლი იქნება მისთვის არა ეგზოტიკა, არამედ ნორმა.
მაგრამ უნდა გავიაზროთ, რა ფასით მოდის ეს და იქნება თუ არა ეს ღირებული. დავბრუნდეთ ჩანგე 4 ექსპერიმენტზე. ჩინეთმა დახარჯა დაახლოებით 190 მილიონი დოლარი მთელ მისიაზე. სცენარე მიცოცხლა 9 დღე. თუ გავყოფთ, ეს არის დაახლოებით 30 მილიონი დოლარი ერთ დღეზე. ან 2 მილიონი დოლარი ერთ საათზე, რომ ერთმა პატარა ბამბის ფოთოლმა არსებობა მთვარეზე. ღირდა? მეცნიერების პერსპექტივიდან დიახ. ის მონაცემები, რაც მიღებულ იქნა ამ 9 დღეში, არის უძლეველი. ახლა ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლე შეუძლია ფუნქციონირება მთვარეზე, თუნდაც მოკლევადიანად. ახლა ჩვენ ვიცით კონკრეტული სირთულეები, კონკრეტული გადაწყვეტები. ახლა ჩვენ ვიცით, რა უნდა გაუმჯობესდეს მომავალ მისიებში, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის კითხვა რჩება. არის თუ არა ეთიკურად მართებული დახარჯოთ ასობით მილიონები დოლარები მცენარეზე კოსმოსში, როდესაც დედამიწაზე მილიონობით ადამიანი ეწვება შიმშილს, როდესაც კლიმატის ცვლილება ანადგურებს სოფლის მეურნეობას, ბას, როდესაც პანდემიები კლავენ თვემდე ათასობით ადამიანს. ეს არის კითხვა, რომელიც არ აქვს მარტივი პასუხი. ერთი მხრივ, კოსმოსური კვლევა პირდაპირ არკვევავს შიმშილს. მეორე მხრივ, ტექნოლოგიები, რომლებიც შემუშავებულია კოსმოსური პროგრამებისთვის, სატელიტური სოფლის მეურნეობა, ჰიდროპონიკა, ავტომატიზირებული სისტემები, ისინი გრძელვადიანად აწვდიან გადაწყვეტებს დედამიწის პრობლემებზეც. განვიხილოთ მაგალითი. NASA-ს კვლევებმა ვერტიკალური ჰიდროპონიკული ფერმების შესახებ, რომელიც თავდაპირველად განიხილებოდა კოსმოსური სადგურებისთვის, ახლა გამოიყენება ქალაქურ გარემოში დედამიწაზე. სინგაპურში, ტოკიოში, ნიუ-იორკში ხდება ვერტიკალური ფერმები ცათამბჯენების შიგნით, სადაც LED განათებითა და ავტომატიზებული სისტემებით მოხით მოჰყავთ სალათა და ბოსტნეული. ეს არის პირდაპირი შედეგი კოსმოსური კვლევებისა. ან შევხედოთ მარს სიმულანტ ნიადაგის კვლევებს. ვახენინგენ უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც ცდილობდნენ გაეზარდათ პომიდორი მარსის ნიადაგში, ახლა იყენებენ იგივე მეთოდებს, რომ დაეხმარონ ფერმერებს აფრიკაში, იქ სადაც ნიადაგი ღარიბია და გამოფიტული. მათი გამოკვლევები პერქლორატების შესახებ ეხმარება გამოსავლიანობის გაზრდას რეგიონებში, სადაც წყალი და საკვები ელემენტები დეფიციტშია. ამიტომ, პასუხი არ არის მარტივი, ან კოსმოსური სოფლის მეურნეობა არ არის კონკურენცია დედამიწის პრობლემებთან. ის არის ინვესტიცია გრძელვადიან მომავალში და ტექნოლოგიებში, რომლებიც საბოლოოდ დაგვეხმარება აქაც. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი უფრო ღრმა კითხვა. რაა ჩვენი ადგილი როგორც სახეობისა? უნდა დავჭეთ მხოლოდ დედამიწაზე? თუ ჩვენი მისია, ჩვენი სამართლიანი მისია, როგორც ჭკვიანი არსებებისა, გავრცელდეთ, დავიცვათ სიცოცხლე, მივიტანოთ იგით იქ, სადაც არასოდეს ყოფილა, სიცოცხლე დედამიწაზე არსებობს დაახლოებით 3 მილიარდ 800 მილიონი წლის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ის გადარჩა 5 მასიურ გადაშენებას. პირველი, ორდოვიკული, როდესაც 412 მილიონი წლის წინ აფეთქდა სუპერვულკანები და მოკდა 85% ყველა სახეობისა. მეორე, დევონური, 377 მილიონი წლის წინ. მესამე, პერმული, 252 მილიონი წლის წინ. უდიდესი გადაშენება, როდესაც ვულკანიზმმა და ჟანგბადის დონის ვონის ვარდნამ მოკლა 94% ყველა სახეობისა. მეოთხე, ტრიასული. მეხუთე, ცარცული. 76 მილიონი წლის წინ, როდესაც ასტეროიდმა მოკლა დინოზავრები. ყოველ ჯერზე სიცოცხლე განაგრძობდა. მცირე მარტივი ორგანიზმები გადარჩენა და შემდეგ აფეთქებული ევოლუციით ივსებოდა ეკოლოგიური ნიშები. მაგრამ რა მოხდება თუ მოდის 6 გადაშენება? რა მოხდება თუ მეორჯერ დაეცემა ასტეროიდი? რა მოხდება თუ ჩვენ, ადამიანები, გავანადგურებთ ჩვენთვის ჩვენი სახლი? პლანეტას კლიმატის ცვლილებით, ბირთვული ომით, ბიოლოგიური იარაღებით. თუ სიცოცხლე არსებობს მხოლოდ დედამიწაზე, მაშინ მის გადაშენებას შეუძლია მოხდეს ერთი კატასტროფით. მაგრამ თუ სიცოცხლე არსებობს მთვარეზე, მარსზე, ევროპაზე, ენცელადუსზე, მაშინ მისი გადაშენება ხდება თითქმის შეუძლებელი. სიცოცხლე ხდება მულტიპლანეტური, რაც ნიშნავს, რომ ის ხდება უკვდავი. ეს არის ის, რაზეც ზოგიერთი მეცნიერი საუბრობს როგორც ქვედატირე, 9 ქვედატირე. ჩვენ ვართ დედამიწის სიცოცხლის სახის დამცველები, ები, და ჩვენი ვალია გავცელდეთ, დავიცვათ, შევინარჩუნოთ ეს იშვიათი, უნიკალური მოვლენა, რომელსაც ვეძახით ცოცხალი მატერია. კარლ სეგან, ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერ პოპულარიზატორი წერდა. ის გულისხმობდა, რომ ჩვენ როგორც გონებრივი არსებები ვართ უნივერსის თვალები და ხელები. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ იგი, გავიგოთ იგი, შევცვალოთ იგი. და თუ ჩვენი მისია გავრცელდეთ, მაშინ ჩვენი მოვალეობაა წავიდეთ იქ, სადაც არავინ წასულა. ჩანგე 4-ის ბამბის მცენარე, რომელმაც იცოცხლა მხოლოდ 9 დღე, იყო არა დასასრული, არამედ დასაწყისი.
დასაწყისი იმისა, რაც შესაძლოა ერთდღელიად გახდება ნორმა, სიცოცხლე, რომელიც იზრდება მთვარეზე, მარსზე და შემდეგ შორეულ სამყაროებში. მაგრამ დავსვათ კითხვა, რომელიც იშვიათად ისმის კოსმოსური ენთუზიაზმის ზეციურ რიტორიკაში. გვაქვს თუ არა უფლება შევცვალოთ სხვა პლანეტა? წარმოიდგინეთ, 2090 წელი. მარსზე უკვე არის დასახლება 500 ადამიანით. თევზსაშენები მუშაობს, მოსავალი იზრდება. მაგრამ ვიღაც მეცნიერები იწყებენ საუბარს შემდეგ ეტაპზე. ტერაფორმირება. მთელი პლანეტის გარდაქმნა. არა მცირე ბიოსფეროები დალუქულ მოდულებში, არამედ მთელი ატმოსფეროს შეცვლა, ტემპერატურის აწევა, წყლის გამოყვანა ზედაპირზე. რათა ერთ დღეს, შესაძლოა 1000 წლის შემდეგ, ადამიანებმა შეძლონ სუნთქვა მარსის ჰაერით სკაფანდრის გარეშე. ეს არის იდეა, რომელიც არსებობს მეცნიერულ ფანტასტიკაში 100 წლეულზე მეტია. კარლ სეგან, კიმ სტენლი რობინზონის მარს ტრილოგიაში, ილონ მასკის საჯარო განცხადებებში ყველგან ისმის ეს ვიზია. მაგრამ როდესაც ახლოს მივხვდით დეტალებთან, ხვდებით პარადოქსებს, რომლებიც არ აქვს მარტივი პასუხები. პირველი პარადოქსი: სიცოცხლის ძებნა versus სიცოცხლის შექმნა. NASA-ს, ESA-ს, ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის იპოვონ სიცოცხლე მარსზე. თუნდაც მიკრობული, თუნდაც გაქვავებული, თუნდაც წარსულში არსებული. Perseverance როვერი ამ წუთშიც აგროვებს ნიმუშებს, ჯემუშებს ჯეროკრატერიდან, რომელიც ოდესღაც იყო ტბა. ეს ნიმუშები დაბრუნდება დედამიწაზე 2030-იანი წლების ბოლოს. მეცნიერები ელიან, რომ მათში აღმოაჩინონ ბიომარკერები, ქიმიური ხელმოწერები, რომლებიც დაადასტურებს, კი, მარსზე იყო სიცოცხლე. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ პოულობთ მას. პოულობთ მიკრობებს, რომლებიც იმალებიან ნიადაგში, ან მიწისქვეშა ყინულში, ან რაიმე ღრმა გამოქვაბულში. ისინი არიან მარსიანი სიცოცხლე, მეორე დამოუკიდებელი წარმოშობა სიცოცხლისა მზის სისტემაში. ეს იქნება უდიდესი აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში. აჩვენებს, რომ სიცოცხლე არა უნიკალურია დედამიწისთვის, არამედ შესაძლოა გავრცელებული მსოფლიოში. და მაშინ მოდის ეთიკური დილემა. გვაქვს თუ არა უფლება დავიწყოთ ტერაფორმირება? რადგან ტერაფორმირება ნიშნავს კოლოსალურ ცვლილებებს, ნიშნავს კლიმატის შეცვლას, ატმოსფეროს შეცვლას, ნიშნავს, რომ იმ გარემოში, სადაც მარსიანი მიკრობები ცოცხლობენ ათასობით წლის განმავლობაში, ახლა შეიქმნება ახალი უცხო პირობები. წარმოიდგინეთ, რომ ამით ჩვენ მოუკლავთ მეორე მაგალით სიცოცხლისას. ვანადგურებთ უნიკალურ ბიოსფეროს, რომელიც არასოდეს არ იქნება აღდგენილი. კრისტოფერ მეკეი, NASA Ames Research Center-ის პლანეტოლოგი, წლების განმავლობაში ამბობს: If we find life on Mars, terraforming becomes ethically impossible. თუ ვიპოვეთ სიცოცხლე, ჩვენ ვიპოვეთ სიცოცხლე, ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ იგი, არა გავანადგუროთ. მაგრამ ამავე დროს, თუ არ დავიწყებთ ტერაფორმირებას, როგორ შევინარჩუნებთ მულტიპლანეტურ ცივილიზაციას? როგორ გავიხსნით დედამიწას მისი დატვირთვისგან? ეს არის რეალური ფილოსოფიური კონფლიქტი. ერთი მხრივ აღმოჩენის, შენარჩუნების, პატივისცემის ღირებულებები, მეორე მხრივ გადარჩენის, ექსპანსიის, ადამიანობის საჭიროებები. მეორე პარადოქსი: დრო. ტერაფორმირება არ არის რაღაც, რაც მოხდება 10 წელში ან 20-ში. კიმ სტენლი რობინზონის რომანში Red Mars პროცესი გრძელდება 200 წელს. რეალური მეცნიერების გამოთვლებით 300-500 წელს მინიმუმ. ზოგიერთი შეფასება საუბრობს 1000 წელზე, ან უფრო მეტზე. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ ამ პროცესს, არასოდეს ნახავენ შედეგს. არა მათი შვილები, არა მათი შვილიშვილიშვილები, არა უცი თაობა მათი შთამომავლების. ისინი იმუშავებენ რაღაცეზე, რაც შესაძლოა არასოდეს ჩაითვალოს წარმატებად მათი სიცოცხლის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ინჟინერი მარსზე 2090 წელს. თქვენი სამუშაოა ააშენოთ გიგანტური ქარხანა, რომელიც ამოიღებს CO2-ს მარსის ატმოსფეროდან და გარდაქმნის ჟანგბადად. ეს ქარხანა წარმოებს 1000 ტონას ჟანგბადს წელიწადში. ჟანგბადი ვრცელდება ატმოსფეროში, მაგრამ იმისთვის, რომ მარსის ატმოსფერა გახდეს სუნთქვადი, სჭირდება არა 1000 ტონა, არამედ რამდენიმე ბილიონი ტონა ჟანგბადი. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ქარხანას და კიდევ დაახლოებით მილიონ ასეთ ქარხანას დასჭირდება რამდენიმე ასეული წელი მუშაობა. თქვენ იმუშავებთ ყოველდღე, დახარჯავთ თქვენ სიცოცხლეს და თქვენ იცით, თქვენ არასოდეს არ დაგანახვე მწვანე მარსს. არასოდეს არ ისუნთქავთ მის ჰაერს სკაფანდრის გარეშე, არასოდეს არ გაქცევთ მის ველებზე. ეს იქნება თქვენი პრაპრა შვილიშვილების ან უფრო შორეული თაობების სამოთხე. რატომ ვაკეთებთ ამას? რატომ ვიღუწით რაღაცისთვის, რაც თითქმის შეუძლებელია დავინახოთ? ეს არის კითხვა, რომელსაც ზოგიერთი მოიხსენიებს როგორც cathedral thinking, საკათედრო ტაძრების აზროვნება.
შუა საუკუნეებში, როდესაც აშენდებოდა ევროპის უდიდესი კათოლიკური საკათედროები, როგორიცაა ნოტრ-დამ-დე-პარი ან კოლონ კათედრალ, არქიტექტორები და მშენებლები იცოდნენ, რომ ისინი არ დაასრულებდნენ მშენებლობას. საკათედრო ტაძრების აშენება გრძელდებოდა 100-200 წელს. იწყებდა ერთი თაობა, აგრძელებდა შემდეგი, მესამე, მეოთხე. მშენებლები მუშაობდნენ რაღაცაზე, რაც მათი შვილიშვილები დაინახავდნენ, არა ისინი თავად. მაგრამ მათ ჰქონდათ რწმენა. რწმენა იმისა, რომ ის, რასაც ისინი ქმნიდნენ, იყო აზრიანი, დიდებული, მნიშვნელოვანი. ტერაფორმირება მოითხოვს იგივე რწმენას. რწმენას არა რელიგიურ აზრით, არამედ რწმენას მომავლის მიმართ. რწმენას იმისა, რომ კაცობრიობა როგორც სახეობა უნდა გადარჩეს და გაფართოვდეს, რომ ჩვენი შვილიშვილების შვილიშვილები იღირსებენ იმ ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ დღეს ვდებთ. მესამე პარადოქსი – იდენტობა. დაუშვათ ტერაფორმირება მუშაობს. 300 წლის შემდეგ მარსზე არის ატმოსფერო, რომელშიც ადამიანები სუნთქავენ. ტემპერატურა არის +15 გრადუსი საშუალოდ. ზედაპირზე ჩნდება მდინარეები და ტბები. იწყება მცენარეების ბუნებრივი დავრცელება. არა თევზ საშენებში, არამედ გარეთ, ველებზე. ღია ცის ქვეშ იზრდება პირველი ტყე მარსზე. მაგრამ რა არის ეს? ეს არის მარსი? თუ ეს არის დედამიწის კოპია? Mars Society-ის დამფუძნებელი რობერტ ზუბრინ ამბობს, Mars should become a new branch of human civilization, not a copy of Earth. Marsმა უნდა შექმნას საკუთარი იდენტობა, საკუთარი კულტურა, საკუთარი ერი ესთეტიკა. მაგრამ როგორ შეინარჩუნებს Marsi საკუთარ იდენტობას, თუ ჩვენ მას ვაქცევთ მწვანე პლანეტად, ისევე როგორც დედამიწა? მეტიც, ადამიანები, რომლებიც იცხოვრებენ Marsზე თაობების განმავლობაში, შეიცვლებიან ფიზიკურად. დაბალი გრავიტაცია, მხოლოდ 28% დედამიწის გრავიტაციისა, ნიშნავს, რომ მათი ჩონჩხები, კუნთები, გულ-სისხლძარღვთა სისტემა ადაპტირდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე თაობის შემდეგ მარსიელები იქნებიან უფრო მაღალი, უფრო თხელი, მათ ექნებათ უფრო დიდი ფილტვები და უფრო ძლიერი გული. ადაპტაცია მარსის პირობებთან. ისინი ფიზიკურად აღარ იქნებიან იდენტური დედამიწელებთან. ელებთან. და მაშინ მოდის კითხვა. ისინი ჯერ კიდევ არიან ადამიანები. თუ ისინი არიან ახალი სახეობა, Homo martis, მარსიანი ადამიანი. ეს არ არის მხოლოდ ბიოლოგიური კითხვა. ეს არის იდენტობის, კულტურის კითხვა, იდენტობის, კულტურის, პოლიტიკის კითხვა. წარმოიდგინეთ, 2130 წელს მარსზე არის 20 მილიონი მოსახლე. ისინი დაბადებულნი არიან მარსზე, მათი მშობლები დაბადებულნი არიან მარსზე, მათი ბაბუები დაბადებულნი არიან მარსზე. ისინი არასოდეს ყოფილან დედამიწაზე. ისინი ხედავენ დედამიწას როგორც მცირე ლურჯ წერტილს ხამის ცაზე, არაფერი მეტ. რა ემოცია ექნებათ მათ დედამიწის მიმართ? რა ლოიალობა? და რა მოხდება თუ კონფლიქტი წარმოიშობს, პოლიტიკური, ეკონომიკური, დედამიწასა და მარსს შორის? დედამიწა იტყვის, თქვენ ხართ ჩვენი კოლონია. მარსი უპასუხებს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ცივილიზაცია. ეს არის სცენარი, რომელიც წარმოდგენილია Kim Stanley Robinsons Blue Mars რომანში. მარსიანი ომი დამოუკიდებლობისთვის. ომი, რომელიც ჩნდება არა იმიტომ, რომ მარსიელები ბოროტები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ აქვთ გაგება, რომ ისინი უკვე არ არიან დედამიწელები. ისინი არიან რაღაც სხვა. ეს არის პარადოქსი. ჩვენ ვაფართოვებთ კაცობრიობას, მაგრამ იმავე დროს ჩვენ ხვობთ მას. ვქვნით ახალ ტოტებს, რომლებიც შესაძლოა ერთ დღეს თავს იგრძნობენ უცხოთ ჩვენთან. მაგრამ დაუბრუნდეთ კონკრეტულს. დაუშვათ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ტერაფორმირების დაწყება. როგორ ვაკეთებთ ამას? და რა როლს თამაშობს მცენარეები ამ პროცესში? პასუხი არის კრიტიკულს. მცენარეები არიან არა მხოლოდ საკვები. ისინი არიან პლანეტების ტრანსფორმატორები, ცოცხალი მანქანები, რომლებიც ცვლიან ატმოსფეროს, ნიადაგს, კლიმატს. ისტორია დედამიწაზე აჩვენებს ამას. 2 მილიარდ 400 მილიონი წლის წინ დედამიწის ატმოსფერა შეიცავდა ძალიან მცირე ჟანგბადს, 0,1%-ზე ნაკლებს. სიცოცხლე არსებობდა, მაგრამ იგი იყო უპირატესად ანაერობული. ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობდნენ ჟანგბადის გარეშე. მაგრამ შემდეგ ერთმა ჯგუფმა ბაქტერიებმა, ციანობაქტერია, ლურჯმწვანე წყალმცენარეებმა, აღმოაჩინა ფოტოსინთეზი. ისინი დაიწყეს გამოყენება მზის სინათლის ენერგიის წყლიდან და CO2-დან ჟანგბადის გამოსაშვებად და შედეგი იყო კატასტროფული. ან რევოლუციური. დამოკიდებულია რომელი პერსპექტივიდან გიყურებთ. ჟანგბადის დონე დაიწყო ზრდას. 1000 მილიონი წლის განმავლობაში ის გაიზარდა 0-დან 21%-მდე. ეს გამოიწვია ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ Great Oxidation Event, დიდი ჟანგბადის მოვლენა. უმეტესი ანაერობული ორგანიზმები, რომლებისთვისაც ჟანგბადი იყო შხამი, გადაშენდა. მაგრამ ახალმა ორგანიზმებმა, რომლებმაც შეძლეს ჟანგბადის გამოყენება, აფეთქებით გაფართოვდა.
ჩნდება პირველი მრავალუჯედიანი ცხოველები, პირველი მტაცებლები, პირველი რთული ეკოსისტემები. მცენარეებმა, უფრო კონკრეტულად, მათმა წინამორბედებმა, სიანობაქტერიამ, ტრანსფორმაცია გაუკეთეს მთელ პლანეტას. გარდააქციეს მისი ატმოსფერო, შექმნეს პირობები ყველა სხვა ცოცხალი არსებისთვის. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიღებთ ამ პრინციპს და ვიყენებთ მას მარსზე. არა 1000 მილიონი წლის განმავლობაში, არამედ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. როგორ? პასუხი: გენეტიკური ინჟინერია. NASA-ს Synthetic Biology Program და DARPA-ს Defense Advanced Research Projects Agency, Biological Technologies Office ბოლო 10 წლეულის განმავლობაში მუშაობენ პროექტებზე, რომლებიც ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ არიან რეალური მეცნიერება. ერთი პროექტი ეწოდება Plants for Mars, მცენარეები მარსისთვის. იდეა მარტივია. შეუქმნათ გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეები, რომლებსაც შეუძლიათ გაძლონ მარსის უკიდურესი პირობები და ამასთანავე შეცვალონ გარემო. წარმოიდგინეთ მცენარე, რომელსაც აქვს შემდეგი თვისებები. ტოლერანტობა ძალიან დაბალი ტემპერატურების მიმართ. ნორმალური დედამიწის მცენარეები კვდებიან -10 გრადუსზე, მაგრამ არსებობს ზოგიერთი მცენარე, როგორიცაა არქტიკული ბალახები ან ანტარქტიკური ჰეირგრას, რომლებიც გადარჩებიან -40 გრადუსზე. მათ აქვთ სპეციალური ცილები, ანტიფრიზი პროტეინს, რომლებიც იცავენ უჯრედებს გაყინვისგან. თუ ამ გენს გადავიტანთ ბამბაში, პომიდორში, ხორბალში, მივიღებთ მცენარეებს, რომლებიც გაუძლებენ მარსის ღამის ტემპერატურას. რადიაციის რეზისტენტობა. Deinococcus radiodurans. ეს არის ბაქტერია, რომელსაც უწოდებენ ქონანზე ბაქტერიუმ, იმიტომ რომ მას შეუძლია გადარჩენა 1000 ჯერ უფრო მაღალ რადიაციის დოზეს ვიდრე ადამიანი. ის აღადგენს თავის DNA-ს რამდენიმე საათში, თუნდაც თუ იგი სრულად განადგურდა. თუ მის გენებს გადავიტანთ მცენარეებში, მივიღებთ მცენარეებს, რომლებსაც არ ეშინიათ კოსმოსური გამოსხივების. CO2 ფიქსაცია. მარსის ატმოსფერო შედგება 95%-ად ნახშირორ ჟანგისგან. ნორმალური მცენარეები ვერ იყენებენ ამ CO2-ს ეფექტურად იმ პირობებში, მაგრამ შეგვიძლია მოდიფიკაცია გაუკეთოთ მათ ფოტოსინთეზის მანქანას. გამოვიყენოთ გენები სხვა ორგანიზმებიდან, რომლებიც უფრო ეფექტურად აკავშირებენ CO2-ს. ეს გაზრდის ფოტოსინთეზის სისწრაფეს 2-3-ჯერ. აზოტის ფიქსაცია. მცენარეებს სჭირდებათ აზოტი, მაგრამ უმეტესობას არ შეუძლია მისი აღება ატმოსფეროდან. ისინი დამოკიდებულები არიან სპეციალურ ბაქტერიებზე ნიადაგში. მაგრამ თუ ჩავსვანთ აზოტის ფიქსაციის გენებს პირდაპირ მცენარეებში, ეს უკვე კეთდება ლაბორატორიებში, მივიღებთ მცენარეებს, რომლებსაც არ სჭირდებათ სასუქები. ისინი თავად ჭამენ აზოტს ჰაერიდან. სწრაფი ზრდა და რეპროდუქცია. არა 180 დღე რომ გაიზარდოს, არამედ 30. რა უფრო სწრაფად იზრდება მცენარე, მით უფრო სწრაფად ის ვრცელდება. აკომბინირე ეს ყველა თვისება და რას მიიღებ? მიიღებ სუპერპლანტ, სუპეპერ მცენარეს, რომელსაც შეუძლია გაიზარდოს მარსის ზედაპირზე სკაფანდრის გარეშე, თუნდაც ბიოსფეროს გარეშე. გაუძლოს -50 გრადუს ღამით. არ შეეშინდეს რადიაციის, სწრაფად გამრავლდეს და გადაფაროს ფართობები. აწარმოოს ჟანგბადი და ნელ-ნელა შეცვალოს ატმოსფერო. ეს არ არის ფანტასტიკა. ასეთი მცენარეები უკვე იქნება ლაბორატორიებში. არა მთლიანად ჯერ, მაგრამ ნაწილობრივ. University of Florida's, MIT-ს, Cambridge University-ს მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ამაზე. 2030 წელს Nature ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილი იყო არაბიდოფსის თალიანა, მცირე მცენარე, რომელიც ფართოდ გამოიყენება გენეტიკურ კვლევებში, რომელსაც ჩასვეს რადიაცია რეზისტენტული გენები. ეს მცენარე გადარჩა ჰიროშიმის ბომბის ექვივალენტურ რადიაციას. 2024 წელს ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ხორბალი, რომელსაც შეუძლია ზრდა -25 გრადუსზე. 2025 წელს NASA-მ ფინანსურად დაეხმარა პროექტს, რომელიც აერთიანებს ყველა ამ თვისებას ერთ მცენარეში. სახელწოდება Project Genesis Plant. თუ ეს მცენარე გამოდის, თუ ის მუშაობს, მაშინ ტერაფორმირების სტრატეგია ხდება მარტივი. ასობით მცენარის კოლონიის გასაშვებად მარსზე. პირველ რიგში პოლარულ რეგიონებში, სადაც არის წყალი ყინულში. მცენარეები იზრდებიან დაცულ ზონებში, მცირე სათბურებში ან გამჭვირვალე გუმბათების ქვეშ. ისინი იწყებენ წარმოებას ჟანგბადის და ორგანული მასის. თანდათანობით ვაფართოვებთ ზონას. იწყება seeding, თესვა მარსის ზედაპირზე პირდაპირ, თევსაშენების გარეშე. რა თქმა უნდა, უმეტესი მცენარე მოკვდება, მაგრამ ზოგიერთი გადარჩება, თავისთავად გამრავლდება. ისინი ქმნიან პირველ ოაზისებს, პატარა მწვანე ლაქებს წითელ უდაბნოში. მცენარეები ცვლიან ნიადაგს, მათი ფესვები შლიან ქვებს, ორგანული მასა იშლება და ქმნის ჰუმუსს. ახალი ბაქტერიები, რომლებიც მოვიდა დედამიწიდან მცენარეებთან ერთად, იწყებენ მრავლდება.
ნიადაგი ხდება უფრო ნაყოფიერი და მცენარეები ვრცელდებიან უფრო სწრაფად. მცენარეები აწარმოებენ იმდენ ჟანგბადს, რომ ატმოსფერული შემადგენლობა იწყებს ცვლას. ჟანგბადის დონე იზრდება 0,1-დან 1%-მდე. ეს ჯერ არ არის საკმარისი სუნთქვისთვის, მაგრამ ეს არის დასაწყისი. ამავე დროს თბოს ეფექტი იზრდება, რადგან CO2 იზრდება მცენარეების შედეგად და ატმოსფერო ხდება სქელი. ტემპერატურა იზრდება საშუალოდ 15 გრადუსით. მარსი ნელ-ნელა ხდება მწვანე. არა მთლიანად, ჯერ კიდევ არის უდაბნოები, ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც არაფერი იზრდება, მაგრამ მდინარეების ხეობებში, პოლუსების ახლოს, ეკვატორზე ჩნდება ტყეები. არა დედამიწის ტყეები, არამედ რაღაც ახალი, უცხო. ბალახები 2 მეტრ სიმაღლეზე, ხეები წითელი ქერქით, ლიანები, რომლებიც ფართავს ფილტვებს ხაყაჩოებზე და ჟანგბადის დონე აღწევს 15%-ს. ეს ჯერ არ არის 21 სტანდარტული დედამიწის დონე, მაგრამ 15% უკვე ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია სუნთქვა, თუმცა სიმაღლეზე მაღალი ადგილებიდან, სადაც წნევა დაბალია, ჯერ კიდევ სჭირდება მასკა. ჟანგბადის დონე აღწევს 21%-ს. მარსი ხდება სუნთქვადი. ადამიანები გადიან მის ზედაპირზე სკაფანდრის გარეშე, მხოლოდ თბილ ტანსაცმელში, რადგან ტემპერატურა ჯერ კიდევ დაბალია, მაგრამ ისინი სუნთქავენ თავისუფლად. და ყოველივე ეს დაიწყო ერთი მცირე თესლით, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული დინეა ჰქონდა. მაგრამ აქ ჩნდება ის პარადოქსი, რაზეც ვისაუბრეთ. დრო. თუ ტერაფორმირება გრძელდება 1000-3000 წელს, ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ მას, არასოდეს ნახავენ შედეგს. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ბოტანიკოსი 2100 წელს. თქვენი სიცოცხლის საქმე არის Project Genesis პლანტის დასრულება და პირველი ტესტირება მარსზე. თქვენ მუშაობთ ლაბორატორიაში MIT-ში. თქვენ ხელს აწევთ სამეცნიერო სტატიებს, თქვენ ესწრებით კონფერენციებს. ბოლოს 2100 წელს პირველი დაახლოებით 10000 თესლი იგზავნება მარსზე. ისინი ითესება პოლარულ რეგიონში დაცულ ზონაში. თქვენ აკვირდებით ტელემეტრიას. პირველი თვე არაფერი. მეორე თვე პირველი ღერო. თქვენ ხართ აღფრთოვანებული. 3 თვე მცენარე იზრდება. 6 თვე იგი აყვავებულია და იწყებს თესლის წარმოებას. ეს არის წარმატება. მაგრამ თქვენ იცით, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ერთი მცენარე, ერთი მცირე ღერო. თქვენი სიცოცხლის განმავლობაში თქვენ ნახავთ მაქსიმუმ რამდენიმე 1000 მცენარეს, რომლებიც იზრდებიან დაცულ ზონებში. თქვენ არასოდეს ნახავთ მარსს მწვანედ. არასოდეს ისე ირნებთ მის ველებზე. არასოდეს შეისუნთქავთ ჰაერს, რომელიც თქვენო მცენარეებმა აწარმოეს. ეს იქნება თქვენი პრა-პრა-პრა-პრა-პრა-შვილების გამოცდილება. და აქ მოდის კითხვა. ღივდა? ღივდა დახარჯოთ თქვენი სიცოცხლე რაღაცეზე, რასაც თქვენ არასოდეს არ გამოიყენებთ. მე მგონია პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ დროს და სივრცეს. თუ ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ ჩვენ საკუთარ სიცოცხლეზე, მაშინ არა, ეს არ ღირს. მაგრამ თუ ჩვენ ვფიქრობთ კაცობრიობის მომავალზე, ჩვენი სახეობის შენარჩუნებაზე, სიცოცხლის შენარჩუნებაზე, მაშინ დიახ. ისტორია გვიჩვენებს მაგალითებს. Great Wall of China, რომელიც აშენდა 2000 წლის განმავლობაში. მშენებლები, რომლებმაც იმუშავეს პირველ ქვაზე, არასოდეს ნახეს მთელი კედელი. Notre-Dame de Paris, 180 წლის მშენებლობა. პირველი არქიტექტორი, Maurice de Sully, გარდაიცვალა 40 წლის შემდეგ მშენებლობის დაწყების შემდეგ, როდესაც საკათედრო იყო მხოლოდ ნახევრად დასრულებული. მაგრამ მან იცოდა, ის რაც ის იწყებს, დაასრულებენ მისი შთამომავლები. და ეს გადაწყვეტილება, იმუშაო რაღაცაზე, რაც შენ არ დაასრულებ, ეს არის შესაძლოა ყველაზე ადამიანური გადაწყვეტილება. ცხოველები ცხოვრობენ აწმყოში. ისინი ზრუნავენ მხოლოდ უახლოეს მომავალზე. მაგრამ ადამიანებს შეუძლიათ წარმოიდგინონ მომავალი, რომელსაც ისინი არასოდეს არ ნახავენ და გააკეთონ რაღაც იმ მომავლისთვის. ეს არის ის, რაც გვაყოფს ცხოველებისგან, ხოველებისგან. და შესაძლოა ეს არის ის, რაც გვაძლევს შანსს გავხდეთ მულტიპლანეტური ცივილიზაცია. დავგვუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ. ჩანგი 4, 2019 წლის იანვარი. ბამბის მცენარე მთვარის შორეულ მხარეზე. ის იცოცხლა მხოლოდ 9 დღე, შემდეგ გატინულიყო და მოკვდა. ზოგი თქვენდანი შეიძლება თქვას: ქვედა ტირე, ქვედა ტირე, კვირე ქვედა ტირე, 30, ქვედა ტირე, ქვედა ტირე. თუ მცენარე მოკვდა, თუ ექსპერიმენტი ვერ გრძელდება, რატომ ვაღიარებთ ამას წარმატებად? პასუხი არის, რადგან წარმატება არ იზომება მხოლოდ ხანგრძლივობით. წარმატება იზომება იმით, თუ რა ვისწავლეთ. ამ 9 დღეში ბამბის მცენარემ დაამტკიცა. სიცოცხლე შეუძლია არსებობა მთვარეზე, თუმდაც დალუქულ ბიოსფეროში, თუმდაც მოკლევადიანად, მაგრამ შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ პრინციპულად შესაძლებელია თევზს საშენი. ჩვენ ვიცით რა არ იმუშავა. სითბოს კონტროლის სისტემა ვერ გაუძლო მთვარის ღამეს. ეს არის გამოცდილება. შემდეგ მისიებში
ინჟინრები იცოდნენ, უნდა გავაკეთოთ უკეთესი თერმული იზოლაცია, უნდა გქონდეს უფრო მძლავრი გათბობა, უნდა შევქმნათ სისტემები, რომლებიც გაუძლებენ უკიდურეს პირობებს. მოხდა გლობალური სიმბოლური მოვლენა. პირველად ისტორიაში მცენარე იზრდებოდა სხვა ცათასხეულზე. ეს იყო ფსიქოლოგიური ბარიერი. მის გამო მარცვლები უარყოფითი ემოციების მქონე იყვნენ. ეს იყო ფსიქოლოგიური ბუნებრივი ბარიერი. მე მინდა რომ შენთან ერთად ვისაუბრო ეს მეცნიერებასა და ფსიქოლოგიას შორის შემოთავაზებულ დაბლაც დროს და შემოთავაზებულ მიზანწყაროზე. შენი განსაცდელი მეცნიერებაში დაგეხმარებათ შემოდგომაში. ერთ-ერთი საუკეთესო მეცნიერება ეს არის ფსიქოლოგია. რომ შენი განსაცდელი ფსიქოლოგიაში მიიღებ და შენს გამოცდილებას დაგეხმარები შენი მუშაობაში, შენი განსაცდელი ფსიქოლოგიის მეცნიერებაში შემიძლია გამოგონო და შემოსახვას მიღებული მეცნიერება თავადაც გამოცდილებას მოიყვანოს. სიყო ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა. ეხლა ჩვენ ვიცით, კი, შესაძლებელია. სიცოცხლეს შეუძლია გავრცელება. ის ნაჩვენები იყო მილიონობით ადამიანს. სურათი მწვანე ფოთლისა მთვარის ზედაპირზე გავრცელდა ინტერნეტში, გაჩნდა სიახლეებში, გახდა მემი. ბავშვები მთელ მსოფლიოში ხედავდნენ მას და ფიქრობდნენ, ქვედა ტირე უოთ, ქვედა ტირო ტირე. 31. ეს არის შთაგონება. ეს არის მომავალი თაობა, რომელიც იზრდება იმის ცოდნით, რომ კოსმოსი არ არის მხოლოდ ცარიელი სიცარიელე, არამედ ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ. ამიტომ 9-დრიანი ფოთოლი არ იყო დამარცხება. იგი იყო ამბიციური ექსპერიმენტი, რომელმაც მიაღწია თავის მიზანს. დაამტკიცა, რომ კონცეფცია მუშაობს. და ახლა 6 წლის შემდეგ, იმ 9 დღის შემდეგ, ჩვენ მდგავართ ახალი ეპოქის ზღურბლზე. NASA-ს არტემის პროგრამა გეგმავს მთვარის ბაზის აშენებას 2030-იან წლებში. ჩინეთი გეგმავს საკუთარ ბაზას. SpaceX-ი და Blue Origin განიხილავენ კომერციულ თევზაშენებს. და ყველა ამ გეგმაში მოიხსენება მცენარეები. როგორც საკვები, როგორც ჟანგბადის წყარო, როგორც ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ერთი პატარა თესლი. 9 დღე, ერთი ფოთოლი. მაგრამ იმ ფოთოლმა განახორციელა ის, რაც არავის შემიძლია წაართვას. დაამტკიცა, რომ სიცოცხლე შეუძლია გადალახოს პლანეტარული საზღვრები. და შესაძლოა 10 წლეულების შემდეგ, როდესაც პირველი ასტრონავტი დაიბადება მთვარის ბაზაზე და გაიზრდება იქ და ისწავლის ისტორიას, მას ესწავლება ჩანგე 4-ის შესახებ. ისწავლის პირველი მცენარის შესახებ, რომელიც გაზარდა მთვარეზე. და შეიძლება ის იფიქრებს, ის მცენარე იყო ჩემი წინაპარი. არა ბიოლოგიურად, არამედ იდეოლოგიურად, ოგიურად. მან მომაჩვენა, რომ შესაძლებელია. და ახლა აქ ვარ მე, ადამიანი, რომელიც დაიბადა მთვარეზე, რომელსაც აქ აქვს სახლი. დიდი მადლობა იმ პატარა თესლისთვის, რომელმაც გაბედა. მე ვიცი, რაზე ფიქრობთ ახლა. ვიცი, რადგან მე ვფიქრობ იმავეზე, როდესაც ვკითხულობ ამ ყველაფერს. უკან. 500 წელი ტერაფორმირებისთვის. გენეტიკურად მოდიფიცირებული სუპერმცენარეები. ქალაქები მილიონი მოსახლეობით მარსზე. ეს ყველაფერი ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, როგორც ოცნება, როგორც რაღაც, რაც მშვენიერად გამოიყურება პოინტერ პრეზენტაციაში, მაგრამ რეალობაში არასოდეს მოხდება. და თქვენ სწორები ხართ, რომ ფიქრობთ ამაზე, რადგან ჭეშმარიტება არის, ჩვენ არ ვიცით მოხდება თუ არა რომელიმე ამ ყველაფრის. არავინ იცის. არავინ აშენებდა მარსის კოლონიას, არავინ ტესტირებდა ტერაფორმირებას რეალურ პლანეტაზე. ჩვენ გვაქვს თეორიები, გამოთვლები, სიმულაციები, მაგრამ ყველა ეს არის მხოლოდ ქაღალდზე. მოდით ვიყოთ მთლად გულწრფელი, არა როგორც ენთუზიასტები, არამედ როგორც მეცნიერები, რომლებიც იცნობენ საკუთარ შეზღუდვებს. ჩვენ არ ვიცით, იმუშავებს თუ არა გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარე მარსზე. ლაბორატორიაში დიახ ის მუშაობს. სიმულაციურ ნიადაგში დიახ ის იზრდება, მაგრამ რეალურ მარსზე, სადაც არის 1000 უცნობი ფაქტორი, რომლებსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, არავინ იცის. შესაძლოა მარსის ნიადაგში არსებობს რაღაც ქიმიური ნაერთი, რომელიც ტოქსიურია ჩვენი მცენარეებისთვის. შესაძლოა მარსის მიკროკლიმატი იმდენად განსხვავებულია, რომ ყველა ჩვენი მოდელი შეცდომაშია. ჩვენ არ ვიცით, გაუძლებენ თუ არა ადამიანები ფსიქოლოგიურად. 2 წლის მისია, ეს ერთი რამ არის. მაგრამ მთელი სიცოცხლე მარსზე, მთელი თაობები, რომლებიც არასოდეს ნახავენ დედამიწას. NASA-ს ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ათეულობით კვლევა იზოლაციის შესახებ და შედეგები არ არის ოპტიმისტური. High-Seas სიმულაციაში ჰავაიზე, სადაც 6 ადამიანი იცხოვრა დალუქულ ჰაბიტატში 1 წლით, თითქმის ყველამ განიცადა დეპრესია, კონფლიქტები, სურვილი გაიქცეს. და ეს იყო დედამიწაზე, სადაც იცოდნენ, რომ შეუძლიათ გასვლა ნებისმიერ მომენტში. მარსი 500 ექსპერიმენტში მოსკოვში, სადაც რუსმა და ევროპელმა მოხალისეებმა იცხოვრეს 520 დღე იზოლაციაში, სიმულაციურ მარსის მისიაში, ორმა მონაწილემ განიცადა სერიოზული ფსიქოლოგიური კრიზისი.
ერთმა ადამიანმა შეთვლიდა საუბარი სხვებთან სრულიად. მეორემ დაიწყო მეძინებრობა. იძინებდა 14 საათს დღეში, უბრალოდ იმიტომ, რომ არ უნდოდა გაღვიძება. ეს იყო სიმულაცია. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს რეალური მარსი, სადაც არ შეგიძლია გასვლა, სადაც თუ რაღაც წავა ცუდად, დაგჭირდება 2 წელი დახმარების მისასვლელად. ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა საკმარისი ფული და პოლიტიკური ნება. ყველა ამ პროექტების, მთვარის ბაზა, მარსის კოლონია, ტერაფორმირება, ფასი არის არა მილიარდები, არამედ ტრილიონები დოლარის. NASA-ს წლიური ბური ბიუჯეტი დღეს არის 32 მილიარდი დოლარი. Apollo პროგრამამ დაჯდა 130 მილიარდი დოლარი თანამედროვე ფასებში. Artemis პროგრამა, რომელიც გეგმავს დაბრუნებას მთვარეზე, შეფასებულია დაახლოებით 95 მილიარდოს და 15 მილიარდად. ახლა წარმოიდგინეთ მარსის კოლონიის აშენება. არა ერთი მისია, არამედ ათეული მისიები წელიწადში. მოითხოვს ასობით სტარშიპ რაკეტებს, 1000-ობით ტონა აღჭურვილობას, 1000-ობით 1000 ადამიანის გაგზავნას. ფასი რამდენიმე ტრილიონი მინიმუმ. და ვინ გადაიხდის ამას? ელონ მასკ ამბობს, SpaceX შექმნის ეკონომიკურ მოდელს, მაგრამ რომელს? როგორ გამოიმუშავებს ფულს მარსის კოლონია, ტურიზმი, დარგეების სათხრობი, მეცნიერული კვლევა? არც ერთი ამათგანი არ იძლევა საკმარის შემოსავალს, რომ დაფაროს ასეთი კოლოსალური ინვესტიციები. ისტორია გვიჩვენებს, დიდი ექსპლორაციის პროექტები ან ფინანსდება სახელმწიფოებით სტრატეგიული მიზნებისთვის, ან კერძო კომპანიებით მოგების მოლოდინით. მარსის კოლონიზაცია რომელ კატეგორიაშია? ის არ გვაძლევს ნავთობს, არ გვაძლევს ოქროს, არ გვიცავს მტრის შეტევისგან. ის არის იდეა, ხედვა, ოცნება. და დემოკრატიულ საზოგადოებებში, სადაც პოლიტიკოსები აირჩევიან ყოველ 4 წელს, ძალიან რთულია დაფინანსება პროექტისა, რომელიც იძლევა შედეგს 500 წლის შემდეგ. ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა დედამიწა სტაბილური მარსის მხარდასაჭერად. წარმოიდგინეთ, 2050 წელს მარსზე არის 2000 ადამიანი. ისინი დამოკიდებულები არიან რეგულარულ მიწოდებაზე დედამიწიდან, მედიკამენტები, ელექტრონიკა, ახალი თესლები, თუნდაც უბრალო საკნები. და შემდეგ მოხდება კრიზისი დედამიწაზე. პანდემია, ეკონომიკური კოლაფსი, ომი, კლიმატის კატასტროფა. ის კატასტროფა. და მარსზე გაგზავნილი გემი უბრალოდ არ გამოდის. რადგან დედამიწას აქვს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, რა მოხდება იმ 2000-თან ადამიანთან მარსზე? რამდენ ხანს გაუძლებენ ისინი ავტონომიურად? 1 წელი, 2. იმის გათვალისწინებით, რომ მათი სისტემები შექმნილია დედამიწის მხარდაჭერის ვარაუდით. ეს არის არათეორიული სცენარი, ეს არის რეალური რისკი. მაგრამ აქ მოდის ის, რაც საოცარია. აქ მოდის ის, რაც მართლა საინტერესოა. მიუხედავად ყველა ამ გაურკვევლობის, მიუხედავად ყველა ამ რისკის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად არ ვართ დარწმუნებულები, რომ ეს იმუშავებს, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ. ჩვენ ვაგრძელებთ აშვაგრძელებთ აშენებას რაკეტების, ვაგრძელებთ ტესტირებას მცენარეების, ვაგრძელებთ დაგეგმვას მისიების. რატომ? რადგან ეს არის ის, რასაც აკეთებენ ადამიანები. ჩვენ ვაკეთებთ შეუძლებელს მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ შესაძლო ვერ მოვასწრებთ დასრულებას. ჩვენ ვაშენებთ კათედრალებს, რომლებიც მოითხოვენ 100 წელს. ვგეგმავთ ტერაფორმირებას, რომელიც მოითხოვს 500 წელს. რატომ? რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ის ღირს. და შესაძლოა ეს რწმენა, არა კი რელიგიური, არამედ ჰუმანისტური რწმენა, კაცობრიობის შესაძლებლობებში, არის ის, რაც გვაყოფს სხვა სახეობებისგან. წარმოიდგინეთ ერთი კონკრეტული მომენტი. არა აბსტრაქტული მომავალი, არამედ ძალიან კონკრეტული სცენა. 2084 წლის ივნისი. მარსი. Jezero Crater Settlement. Habitat 7. სამზარეულო სექცია. დილის 8 საათი ადგილობრივი მარსიანი დროით, რაც არის დაახლოებით 9 საათი 30 წუთი დედამიწის დროით, მაგრამ მარსზე აღარავინ თulis დედამიწის დროს, ლია ჩენ მარტინეს იღვიძებს. ის არის პირველი ადამიანი, რომელიც დაიბადა მარსზე. არა პირველი ბავშვი რომში, რომელიც მიბრძანებული იქნა მარსზე ორსულობაში, ეს იყო კენჯი თანაკა, რომელიც დაიბადა 2091 წელს, არამედ პირველი, რომელიც ჩაფიქრებული იქნა და დაიბადა მარსზე. მისი მშობლები, სოფია მარტინეს ბრაზილიიდან და დავიდ ჩენ ტაივანიდან, იყვნენ ინჟინრების სტარტაპ მისიაში 2090 წელს. ისინი შეუღლდნენ მარსზე. ლია დაიბადა 2085 წელს. ახლა მას 7 წელი აქვს. მარსიანი წლები, რაც შეესაბამება 7 წელი 225 დღეს დედამიწის დროით, ანუ 12 წელი დედამიწის წლებით. ის არასოდეს ყოფილა დედამიწაზე. ის არასოდეს ნახა ცისფერი ცა, მხოლოდ მუქი ვარდისფერი მარსის ცა. არასოდეს ისუნთქა გარე ჰაერი, მხოლოდ რეცირკულირებული, ოდნავ მეტალის სუნის მქონე ჰაერი ჰაბიტატში. არასოდეს იგრძნო წვიმა, მხოლოდ ხელთხელოვნური შხაპუნა,
იმიტაციურ ტბაში ჰაბიტატ 12-ში. მაგრამ ის იცის, რომ დედამიწა არსებობს. ის ხედავს მას ღამის ცაზე, პატარა ლურჯი წერტილი, რომელიც ანათებს ზოგჯერ. მისი დედა ეუბნება: იქ ჩვენ ვიბადეთ. იქ არიან შენი ბებია და ბაბუა, რომლებსაც არასოდეს შეგხვდები პირდაპირ, მხოლოდ ვიდეო-ზიდეო ზარებში. ლიას არ ესმის რატომ არ მოდიან აქ, რატომ არ მიდიან ისინი იქ. მაგრამ დღეს ლიას აქვს განსაკუთრებული დღე. დღეს პირველად თავის სიცოცხლეში მას ექნება სადილი, რომელიც აღარ არის დედამიწიდან. აღარ არის კონსერვები, აღარ არის გამომშალი საკვები, არამედ მოყვანილი აქ, მარსზე, მარსიან თევზსაშენში. მისი მამა დავით შედის სამზარეულოში. ხელში უჭირავს პატარა პლასტმასის კონტეინერი. შიგნით არის პომიდორი. არა წითელი, როგორც ჩვეულებრივია დედამიწაზე, არამედ ღია ნარინჯისფერი, ოდნავ ყვითელი. ეს პომიდორი გაიზარდა გრინჰაუს 5-ში, რომელიც აშენდა 2 წლის წინ. ის არის ჯიში მარს პიონერორი, გენეტიკურად მოდიფიცირებული პომიდორი, რომელიც შექმნილია სპეციალურად მარსიანი პირობებისთვის. ლია, ამბობს დავით ხიმილით, დღეს ჩვენ ჭამთ რაღაც განსაკუთრებულს. ლია უყურებს პომიდორს დაინტერესებით. მან ნახა პომიდორი ვიდეოებში დედამიწიდან, მაგრამ ასეთი ფერის არასოდეს. სოფია მოდის სამზარეულოში, მის ხელში არის სალათის ფოთლები, ისევ თევზსაშენიდან და მცირე კონტეინერი ზეითუნის ზეთით. ეს კი დედამიწიდან არ, რადგან ზეთის ხილის ხეების მოყვანა ჯერ არ არის წარმატებული მარსზე. ისინი სამმა ერთად ამზადებენ სალათას. პომიდორი იჭრება ნაჭრებად, სალათის ფოთლები ილაგდება თეფშზე. დაემატება ოდნავ მარილი, მოპოვებული მარსის ნიადაგიდან და გაწმენდილი. ზეითუნის ზეთი, ლიმონის რამდენიმე წვეთი, ლიმონის ხეები ასევე იზრდება გრინჰაუს 5-ში, მაგრამ ჯერ ახალდაზრდები არიან. და შემდეგ რიტუალურად ისინი ზის მაგიდასთან. 3 ადამიანი, 2 დედამიწელი, 1 მარსიელი. ლია იღებს პიროგვენას, ღეჭს. მის სახეზე ჩნდება გაოცება. ეს განსხვავებული გემო აქვს, ის ამბობს. არა როგორც ჩვეულებრივი პომიდორი. სოფია იცინის. ეს არის მარსიანი პომიდორი, სიყვარულო. იგი იზრდება მარსიან ნიადაგში, მარსის წყლით, ოდნავ განსხვავებულ სინათლეში. მას აქვს საკუთარი გემო. ლია ღეჭავს კვლავ. მომწონს, ამბობს მან. ეს არის ჩემი. და ამ მომენტში, ამ პატარა სამზარეულოში, 380 მილიონ კილომეტრზე დედამიწიდან, ხდება რაღაც ფუნდამენტური. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ადამიანი კვებავს საკუთარ თავს საკვებით, რომელიც არ არის დედამიწიდან. არა როგორც ექსპერიმენტი, არა როგორც ტესტი, არამედ როგორც ნორმალური, ყოველდღიური საჭმელი. ეს არის მომენტი, როდესაც მარსი წვეთს იყოს მხოლოდ კოლონია. ეს არის მომენტი, როდესაც იგი იწყებს გახდეს სახლი. მაგრამ იმისთვის, რომ ლიას მსგავსი ბავშვები დაიბადონ და იცოცხლონ მარსზე, სჭირდება ინფრასტრუქტურა. არა 2 თევზსაშენი და 5 ჰაბიტატი, არამედ რეალური, ფუნქციონირებადი ქალაქი. მოდით ვისაუბროთ კონკრეტულ რიცხვებზე, არა ფანტაზიებზე, არამედ რეალურ გამოთვლებზე, რომლებიც გააკეთეს NASA-ს, SpaceX-ის ESA-ს ინჟინრებმა. იმ 2073-დან, როდესაც ჩანგე 4-მა გაზარდა პირველი მცენარე. 2400 ადამიანი. არა მილიონი, არა 10,000. მხოლოდ 2400. რადგან ყოველი ახალი ადამიანი მოითხოვს 50,000 კილოგრამს არჩურილობას, საცხოვრებელს, სისტემებს სიცოცხლის მხარდაჭერისთვის, დაახლოებით 20,000 კვადრატული მეტრი. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები ფაქტობრივად ცხოვრობენ. საშუალოდ 15 კვადრატული მეტრი ერთ ადამიანზე. შედარებისთვის, ISS-ზე ასტრონავტებს აქვთ დაახლოებით 12 კვადრატული მეტრი თითოზე. მარსზე ოდნავ მეტია, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან მჭიდრო. 30 გიგანტური თევზსაშენი, ყოველი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრს. სულ 60,000 კვადრატული მეტრი თევზსაშენის ფართობი. ეს არის დაახლოებით 8 ფეხბურთის მოედანი. 60,000 კვადრატულ მეტრზე ჰიდროპონიკული სისტემებით ბით შესაძლებელია გამოიმუშაოს დაახლოებით 1,200,000 კილოგრამ მცენარეული საკვები წელიწადში, დაახლოებით 20 კილოგრამი კვადრატულ მეტრზე. 2400 ადამიანისთვის, რომელთაგანაც თითოეული მოიხმარს დაახლოებით 500 კილოგრამს მცენარეული საკვები წელიწადში, საჭიროა 1,200,000 კილოგრამი. ეს ნიშნავს, რომ კოლონია ზუსტად ბალანსშია, ზუსტად აწარმოებს იმდენს, რამდენის სჭირდება. არა მარაგი, არა სათადარიგო. თუ ერთი თევზსაშენი გამოვა ექსპლუატაციიდან, დაიწყება შიმშილი. თითოეული ადამიანი მოიხმარს დაახლოებით 40 ლიტრს წყალს დღეში, სასმელი საბანი სამზარეულო. 2400 ადამიანი, ეს არის 96,000 ლიტრი დღეში. თევზსაშენები მოითხოვენ კიდევ 200,000 ლიტრს დღეში,
სულ დაახლოებით 296,000 ლიტრი. ეს არის 296 ტონა წყალი ყოველდღიურად. წყალი რეცირკულირდება, გაიწმინდება, გაფილტრება, ისევ გამოიყენება. მაგრამ რეცირკულაციის ეფექტურობა არ არის 100%. ყოველდღიურად იკარგება დაახლოებით 5%. ეს ნიშნავს დაახლოებით 14,000 ლიტრი დღეში უნდა შევსებული იქნას. წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ლიტრი. ეს არის 5,000 ტონა წყალი, რომელიც უნდა ამოღებული იქნას მარსის ყინულიდან, გამდნარი, გაწმენდილი. თითოეული ადამიანისთვის საჭიროა დაახლოებით 6 კილოვატი ენერგიის, საცხოვრებელი გათბობა წყალი ჰაერი. 2400 ადამიანი, დაახლოებით 14400 კილოვატი. თევზსაშენები საჭიროებენ კიდევ 15000 კილოვატს განათებისთვის, გათბობისთვის, ჰაერის კონტროლისთვის. სულ დაახლოებით 29400 კილოვატი. ეს არის 29 მეგავატი უწყვეტად. როგორ აწარმოებს ამას კოლონია? სამი წყარო. პირველი, მზის პანელები. დაახლოებით 200,000 კვადრატული მეტრი პანელების, რომლებიც აწარმოებენ დაახლოებით 15 მეგავატს დღის განმავლობაში, მარსზე მზის სინათლე სუსტია. მეორე, ბირთვული რეაქტორები. ორი მცირე მოდულური რეაქტორი, ყოველი 10 მეგავატს, რომლებიც მუშაობენ უწყვეტად. მესამე, ბატარეები და საწვავის უჯრედები. ნებისმიერი გადაუდებელი სიტუაციებისთვის დღის განმავლობაში მზის პანელებიდან 15 მეგავატი, რეაქტორებიდან 20 მეგავატი, მოხმარება 29 მეგავატი, დეფიციტი 8-9 მეგავატი დღის განმავლობაში, იფარება რეზერვებით. ღამის განმავლობაში მხოლოდ რეაქტორები 20 მეგავატი, მაგრამ მოხმარება იზრდება გათბობის გამო 35 მეგავატამდე. ესეც იფარება რეზერვებით და ჩართული საწვავის უჯრედებით. ეს არის დაძაბული ბალანსი. თითოეული სისტემა მუშაობს თავის ლიმიტზე. თუ ერთი რეაქტორი გაითიშება, დაიწყება ენერგოდეფიციტი. თუ მზის პანელების ნახევარი დაიფარება მტვრის ქარიშხლით, რაც ხდება მარსზე ყოველი 2 წელი, ენერგია მკვეთრად ეცემა. 2400 ადამიანიდან წელიწადში ახლა იბადება დაახლოებით 45 ბავშვი, შობადობის კოეფიციენტი 1/14. გვდება დაახლოებით 12 ადამიანი წელიწადში. უმეტესწილად უბედური შემთხვევები არ დაბერება, რადგან კოლონია ახალგაზრდაა. წმინდა ზრდა. დაზრდა 23 ადამიანი წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ კოლონია ზრდის საკუთარ თავს, მაგრამ ძალიან ნელა. 70 წელში ის გაიზრდება 2400-დან 3500 ადამიანამდე, თუ არაფერი არ წავა ცუდად. კოლონიას აქვს ერთი ცენტრალური ჰოსპიტალი, 80 საწოლით, 30 ექიმი და 60 მედდა. ისინი შეუძლიათ გააკეთონ ძირითადი ქირურგია, მოხდეს მიღება ბავშვების, მკურნალონ ინფექციები. მაგრამ რთული ონკოლოგიური ოპერაციები, გულის ოპერაცია, ტრანსპლანტაცია ორგანოების, ეს შეუძლებელია. თუ ვიღაცა სჭირდება ასეთი რაღაც, ის უნდა დაბრუნდეს დედამიწაზე, რაც ნიშნავს 2 წელი ვარდნის. ამიტომ მედიცინის სტრატეგია არის პრევენცია. ყველას აქვს რეგულარული ჩეკაპები, ყველა იცხოვრებს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ყველა იცის, რომ დაავადება აქ არის სერიოზულად საშიში. მიუხედავად ყველა ამ ავტონომიის, კოლონია ჯერ კიდევ საჭიროებს დედამიწას. ყოველ 2 წელს დაახლოებით 20 სტარშიპ ჩამოდის მარსზე. გაშვების ფანჯარახსნა მხოლოდ 26 თვეში ერთხელ, როდესაც დედამიწა და მარსი სწორ პოზიციაშია. ეს გემები მოაქვთ მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა, ელექტრონიკა და ნაწილები მანქანებისთვის. ახალი თესლები და გენეტიკური მასალა, სპეციალიზირებული ქიმიკატები, ზოგჯერ. ახალი მოსახლეობა, 20-30 ახალი ემიგრანტი. თუ ეს მიწოდება შეწყდება, კოლონია გაუძლებს დაახლოებით 2 წელს. შემდეგ დაიწყება პრობლემები, მაგრამ ყველა ამ რიცხვის მიღმა, ყველა ამ საგულდაგულო გამოთვლის მიღმა, არსებობს რაღაც უფრო ფუნდამენტური, რაც ჩვენ რაღმენტური, რაც ჩვენ ვერ გავიგებთ ვიდრე ვცდით. ჩვენ არ ვიცით, რას გააკეთებს დაბალი გრავიტაცია ადამიანის ორგანიზმს გრძელვადიანად. მარსის გრავიტაცია არის მხოლოდ 28% დედამიწისა. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, ჩონჩხები, კუნთები, გული, სისხლძარღვები, მუშაობს განსხვავებულ დატვირთვაზე. რას ნიშნავს ეს 5 წლის შემდეგ, 40 წლის შემდეგ, 70 წლის შემდეგ, არავის წლის შემდეგ, არავინ იცის. სკოტ კელი, რომელმაც გაატარა 540 დღე ISS-ზე მიკროგრავიტაციაში, რაც ოდნავ განსხვავებულია მარსის დაბალი გრავიტაციისგან, მაგრამ მსგავსი ეფექტით, დაბრუნდა დედამიწაზე კუნთების ის ატროფიით, ძვლების სიმკვრივის 5%-იანი დაკარგვით, თვალების ცვლილებებით, რომლებმაც გამოიწვია მხედველობის გაუარესება. ეს იყო მხოლოდ 1 წლით. მარსზე, სადაც ადამიანები იცხოვრებენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჩვენ არ ვიცით, რას გააკეთებს რადიაცია მრავალი თაობის განმავლობაში. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ დაცვა შესაძლებელია,
მაგრამ რა მოხდება თუ ვირაცა მიიღებს უფრო მაღალ დოზას? რა მოხდება მუტაციებთან? რა მოხდება კიბოს დაავადებასთან მარსზე, სადაც სამედიცინო შესაძლებლობები შეზღუდულია? ჩვენ არ ვიცით რა იქნება გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ეფექტი. პირველი თაობა, რომელიც იცხოვრებს დალუქულ ჰაბიტატებში, შესაძლოა მიეჩვიოს, მაგრამ მეორე, მესამე, მეოთხე. გამოიზრდებიან თუ არა ახალი თაობები, რომლებსაც აქვთ აგორაფობია, შიში ღია სივრცის მიმართ. გამოიზრდებიან თუ არა ბავშვები, რომლებსაც არასოდეს ნანახი აქვთ თხე, არასოდეს გასამები აქვთ წვიმაში, არასოდეს შეხება აქვთ ცხოველს. რა გავლენა ექნება ამას მათ ფსიქიკაზე? ჩვენ არ ვიცით, იარსებებს თუ არა პოლიტიკური სტაბილურობა. როდესაც მარსის კოლონია იზრდება, ის დაიწყებს მოთხოვნას უფრო მეტი ავტონომიისა. როდესაც მეორე ან მესამე თაობა გაიზრდება, რომლებიც თავად მარსიელები არიან, ისინი იწყებენ დაყენებას კითხვებს. რატო უნდა იყოს ჩვენი კოლონია დამოკიდებული დედამიწაზე? რატო უნდა მივიღოთ ბრძანებები იქიდან? ეს არის ბუნებრივი განვითარება. ისე როგორც ამერიკის კოლონიები დედამიწელთა 12 თაობის შემდეგ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან. და რა იქნება დედამიწის პასუხი? ცნობს თუ არა იგი მარსის დამოუკიდებლობას? თუ ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი? და რა მოხდება თუ კონფლიქტი გადაიზრდება რაღაცში უფრო ღრმა? ეს არ არის პარანოია. ეს არის რეალისტური სცენარი, რომელსაც იხილავენ სამართლებრივი ექსპერტები ამომავალი კოსმოსური სამართლისთვის. Outer Space Treaty 1967 წლიდან აცხადებს, რომ კოსმოსი არის ქვედა ტირე 88, ქვედა ტირე. ხელი კაცობრიობის პროვინცია. მაგრამ ეს ხელშეკრულება დაიწერა იმ დროს, როდესაც კოსმოსში არავინ ცხოვრობდა. რას ნიშნავს იგი, როდესაც არის 2000 ადამიანი მარსზე, რომელთაგანაც ზოგიერთი დაბადებულია იქ და თვლის მას თავის სახლად, მაგრამ ყველა ამ გაურკვევლობის ნათელი მხარე არის ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ. ყოველი ახალი მისია, ყოველი ახალი ექსპერიმენტი, ყოველი ახალი წელი მარსზე ის გვაძლევს ახალ მონაცემებს, ახალ გააზრებას, ახალ გადაწყვეტილებებს. და ამ ცოდნის დაგროვება, ეს არის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია. დაწყებული იყო ჩანგე 4-ით, გაგრძელდა პერსევერენსით, რომელიც ამ წუთშიც მოგზაურობს მარსზე და აგროვებს ნიმუშებს. გაგრძელდება არტემისით, რომელიც აშენებს მთვარის ბაზას. გაგრძელდება პირველი ადამიანების მისიით მარსზე. და ყოველი ნაბიჯი, რამდენადაც პატარა ან დიდი, გვიახლოვებს იმ მომავლისკენ, სადაც კაცობრიობა ცხოვრობს არამხოლოდ ერთ პლანეტაზე. მაგრამ გადავდგათ ნაბიჯი უკან. გადავდგათ ნაბიჯი იმდენად უკან, რომ დავინახოთ უფრო დიდი სურათი. რას ნიშნავს ის, რომ ჩვენ ადამიანები ვცდილობთ წავიღოთ სიცოცხლე სხვა პლანეტებზე? არა ტექნიკურად, ეს უკვე ვიხილეთ. არა ეკონომიკურად, ეს ასევე ვიხილეთ. არამედ ფილოსოფიურად. რას ნიშნავს ეს კაცობრიობის როლისთვის? რას ნიშნავს ეს თავად სიცოცხლისთვის? ერთი პერსპექტივა ამბობს, ჩვენ ვართ დამხრობლები. ვიჭრავთ უდაბნოებს, ვაშენებთ ქალაქებს, ვცვლით პლანეტებს ჩვენი საჭიროებებისთვის. ეს არის იმპერიალისტური თვალთახედვა. კოსმოსი როგორც ფრონტირი, რომელიც უნდა დაიფუროს. მეორე პერსპექტივა ამბობს, ჩვენ ვართ მეთვალყურეები. ჩვენი როლი არის შევინარჩუნოთ სიცოცხლე, დავიცვათ იგი, გავავრცელოთ იგი. ეს არის პასტორული თვალთახედვა. კოსმოსი როგორც ბაღი, რომელიც უნდა მოუაროთ. მაგრამ არსებობს მესამე პერსპექტივა, რომელსაც ნაკლებად იხილავენ, მაგრამ შესაძლოა ყველაზე ფუნდამენტური. ეს პერსპექტივა ამბობს, ჩვენ არ ვართ არც დამხრობლები, არც მეთვალყურეები. ჩვენ ვართ სიცოცხლის ინსტრუმენტები. ჩვენ ვართ გზა, რომლითაც ცოცხალი მატერია, რომელიც წარმოიშვა დედამიწაზე 4 მილიარდი წლის წინ, ახლა გადადის შემდეგ ეტაპზე თავისი ევოლუციის. გაიხსენეთ ევოლუციის ისტორია დედამიწაზე. პირველი 2 მილიარდი წლის განმავლობაში სიცოცხლე იყო მხოლოდ წყალში, ბაქტერიები და ერთუჯრედიანები ოკეანეებში. შემდეგ დაახლოებით 450 მილიონი წლის წინ მცენარეებმა გადავიდნენ ხმელეთზე. ეს იყო უზარმაზარი სკოკი. პირველად სიცოცხლემ დატოვა წყალი და დაიწყო კოლონიზაცია მიწის. მაგრამ როგორ მოხდა ეს? არა ერთდროულად, არა დაგეგმილად. პირველი მცენარეები, რომლებმაც შეაღწიეს ხმელეთზე, იყვნენ პატარა მარტივი მოსები და ლიქენები. ისინი ცხოვრობდნენ სანაპიროებზე, სადაც წყალი ხვდებოდა მიწას. ისინი გადარჩენენ მოკლე პერიოდებს სიმშრალეში. თანდათან თაობიდან თაობამდე ისინი ადაპტირდნენ. განვითარდნენ ფესვები, რომლებიც იჭერდნენ წყალს ნიადაგში. განვითარდა კუტიკულა, დამცავი ფენა, რომელიც იცავდა გამოშრობისგან. განვითარდა სტომატები, პატარა ხრელები ფოთლებში, რომლებიც აკონტროლებდნენ წყლის ორთქლებას. და შემდეგ, მილიონობით წლის განმავლობაში მცენარეებმა დაიფხრეს მთელი კონტინენტები. შექმნეს ტყეები, შექმნეს ნიადაგი,
შეცვალეს ატმოსფერო. და მათ კვალზე მოვიდნენ ცხოველები. თავდაპირველად მწერები, შემდეგ ამფიბიები, შემდეგ რეპტილიები, ძუძუმწოვრები, ფრინველები. მთელი ეკოსისტემა, რომელიც დღეს არსებობს ხმელეთზე, არსებობს იმიტომ, რომ მცენარეებმა გააკეთეს პირველი ნაბიჯი. ეხლა ჩვენ ვაკეთებთ იმავეს, მხოლოდ სხვა მასშტაბით. არა წყლიდა ხმელეთზე, არამედ ერთი პლანეტიდან მეორე პლანეტაზე. ჩვენ ადამიანები ვართ ის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დედამიწის სიცოცხლე გადადის კოსმოსში. და ისევე როგორც პირველი მოსები ხმელეთზე არ იცოდნენ, რომ ისინი შექმნიდნენ საფუძველს მომავალი დღეებისთვის, ჩვენც არ ვიცით, რას შექმნის ჩვენი ღონისძიებები მომავალში. შესაძლოა ბამბის მცენარე ჩანგე 4-ში, პირველი მცენარე, რომელიც გაიზარდა მთვარეზე, არის წინამორბედი რაღაც გაცილებით უფრო დიდისა. წინამორბედი მთვარის ტყეების, მარსის ველების, ევროპას ოკეანეების სიცოცხლის. მაგრამ აქ არის ღრმა პარადოქსი. ჩვენ, ვინც ვატარებთ სიცოცხლეს სხვა პლანეტებზე, ვართ თავად სიცოცხლის პროდუქტი. ჩვენი გონება, ჩვენი ტექნოლოგია, ჩვენი სუენი სურვილი გავრცელდეთ, ყველა ეს არის შედეგი მილიარდობით წლის ევოლუციისა. ჩვენ არ ვართ ქვედა ტირე, კოტი, ქვედა ტირე 40, ქვედა 45, ქვედა ტირე, ქვედე. ჩვენ ვართ სწორედ სიცოცხლის ნაწილი, რომელსაც ახლა გავრცელებას ვახდენთ. კარლ საგანმა ერთხელ თქვა: ქვედა ტირე, კოტი, ქვედა ტირე 46, ქვედა ტირე, ჩვენ ვართ ვარსკვლავების მატერია. მაგრამ ვართ ასევე უფრო მეტი. ჩვენ ვართ ვარსკვლავების მატერია, რომელმაც ისწავლა ფიქრი, ისწავლა გრძნობა, ისწავლა ოცნება. ახლა ისწავლობს, როგორ გავრცელდეს უკან, იქ, საიდანაც მოვიდა, კოსმოსში. მაგრამ ვიყოთ მთლიანად გულწრფელი. ვიყოთ მეცნიერულად მოკძალებული. ჩვენ არ ვიცით, როგორ იქნება ევოლუცია მარსზე. ჩვენ ვიცით ევოლუცია დედამიწაზე, 4 მილიარდი წლის მონაცემები, მაგრამ მარსზე, სადაც გრავიტაცია სხვაა, სადაც რადიაციის დონე სხვაა, სადაც დღის სიგრძე ოდნავ განსხვავებულია, სადაც ყველა გარემოს დაცვითი პარამეტრი განსხვავებულია. შესაძლოა მცენარეები, რომლებსაც ჩვენ წავიღებთ მარსზე, დაიწყებენ ევოლუციას იმ მიმართულებით, რომელსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. შესაძლოა რამდენიმე 1000 თაობის შემდეგ, რაც მცენარეებისთვის შეიძლება იყოს 200-300 წელი, მარსული პომიდორი აღარ იქნება იგივე სახეობა, როგორც დედამიწის პომიდორი. შესაძლოა მან განავითაროს ახალი თვისებები, რომლებიც ოპტიმიზირებულია მარსის პირობებისთვის. შესაძლოა მილიონი წლის შემდეგ მარს ექნება საკუთარი უნიკალური ფლორა, რომელიც ემსგავსება დედამიწის მცენარეებს, მაგრამ არის ფუნდამენტურად განსხვავებული. და როგორ იმოქმედებს ეს ადამიანებზე? ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიცვლება ადამიანის სხეული რამდენიმე თაობის განმავლობაში დაბალ გრავიტაციაში. შესაძლოა ბავშვები, რომლებიც იბადებიან მარსზე, ექნებათ სხვადასხვა ჩონჩხის სტრუქტურა, უფრო მაღალი, უფრო თხელი. შესაძლოა მათი კუნთები, რომლებიც არასოდეს არ უნდა იბრძოლონ დედამიწის გრავიტაციასთან, განვითარდებიან განსხვავებულად. შესაძლოა მათი გული, რომელსაც არასოდეს არ უწევს ტუმბოს სისხლი ისეთი ძალით, შეიცვლება სტრუქტურულად. NASA-ს კვლევები ტყუპების, სკოტ და მარკ კელის შესახებ, სადაც სკოტ იყო კოსმოსში 1 წელი, ხოლო მარკ დარჩა დედამიწაზე, აჩვენა, რომ თუნდაც 1 წელი მიკროგრავიტაციაში იწვევს ეპიგენეტიკურ ცვლილებებს იმაში, თუ როგორ ექსპრესირდება გენები. ზოგიერთი ეს ცვლილება დარჩა თუნდაც მას შემდეგ, რაც სკოტ დაბრუნდა დედამიწაზე. რას ნიშნავს ეს მრავალი თაობებისთვის? შესაძლოა 200 წელში მარსზე დაბადებული ადამიანები იქნებიან იმდენად განსხვავებული დედამიწელებისგან, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ კომფორტულად იცხოვრონ დედამიწაზე. დედამიწის გრავიტაცია მათთვის იქნება ძალიან ძლიერი. მათი გული ვერ გაუძლებს დატვირთვას. მათი ჩონჩხები, რომლებიც განვითარებული იყო მსუბუქ გარემოში, შეიძლება გათხვდეს საკუთარი წონის ქვეშ დედამიწაზე. ეს ნიშნავს, რომ მარსიელები შეიძლება გახდნენ სრულიად ცალკე ტოტი კაცობრიობის, ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ დაბრუნებას სახლში. და კიდევ უფრო ღრმა კითხვა. როგორ შეიცვლება სიცოცხლე? როდესაც ის გადავა იმდენად განსხვავებულ გარემოში. ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა რაიმე ფუნდამენტური შეზღუდვები ევოლუციისთვის. ევოლუციისთვის შესაძლოა სიცოცხლე, როგორიც ჩვენ ვიცნობთ მას, დიანე, არანე, ცილები, შეიძლება მუშაობდეს მხოლოდ გარკვეულ დიაპაზონში გარემოს დაცვითი პარამეტრების. ან შესაძლოა არა. შესაძლოა სიცოცხლე გაცილებით უფრო მოქნილია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. მაგრამ ჩვენ ვერ შევისწავლით ამას, სანამ არ ვცდით. არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. როგორ შეიცვლება საზოგადოება, როდესაც ის გახდება მულტიპლანეტური. წარმოიდგინეთ, რომ 2100 წელს დედამიწაზე ცხოვრობს 8 მილიარდი ადამიანი, მთვარეზე 2000, მარსზე 500. ეს სამი მოსახლეობა ცხოვრობს სრულიად განსხვავებულ რეალობებში.
დედამიწელები ცხოვრობენ პლანეტაზე, სადაც არის უამრავი წყალი, მდიდარი ბიოსფერო, 1 გრამის სიმკვრივის ატმოსფერო. მათ შეუძლიათ გასვლა გარეთ ნებისმიერ დროს, სუნთქვა თავისუფლად, მოგზაურობა ნებისმიერ ადგილას. მთვარელები ცხოვრობენ პატარა დალუქულ ჰაბიტატებში. მათ ყოველი გასვლა გარეთ მოითხოვს სკაფანდრს. მათი მთელი არსებობა არის რეციკლირებული, ჰაერი, წყალი, საკვები. მაგრამ ისინი იცნობენ დედამიწას, ხედავენ მას ცაზე, იცნობენ მას როგორც სახლს, თუნდაც თუ არასოდეს წასულან იქ. მარსიელები, განსაკუთრებით ის თაობა, რომელიც დაიბადა იქ, იცნობენ დედამიწას მხოლოდ როგორც ლეგენდას, რაღაც შორეულს, თითქმის მითოლოგიურს. მათთვის რეალობა არის მარსი, წითელი მიწა, ვარდისფერი ცა, რბილი გრავიტაცია. მათთვის დედამიწა არის ადგილი, სადაც ადამიანები ქვედატირე, კვოტი, ქვედატირე 87, ქვედატირე არიან გაუძლონ კოლოსალურ გრავიტაციას, სადაც ჰაერი იმდენად სქელია, რომ ხშირად იწვევს უამრავ პრობლემებს, ქარიშხლები, ნალექები. როგორ იქნება კომუნიკაცია ამ სამ ჯგუფს შორის? კომუნიკაციის დაგვიანება დედამიწასა და მარსს შორის არის დაახლოებით 20 წუთი, სინათლის სიჩქარით. ეს ნიშნავს, რომ რეალურ დროში საუბარი შეუძლებელია. ყველა საუბარი ხდება მესიჯების გაცვლით. გამოგზავნი კითხვას, 20 წუთის შემდეგ მოდის პასუხი, გამოგზავნი კიდევ 20 წუთი. ერთი მარტივი დიალოგი შეიძლება გაგაგრძელდეს საათობით. ეს შეცვლის ენას, კულტურას, გზას, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები. მარსიელები შეიძლება განავითარონ საკუთარი სლენგი, საკუთარი იდიომები, საკუთარი ტრადიციები. და 200 წელში ენები შეიძლება განშორდეს იმდენად, რომ დედამიწას და მარსიელს უკვე ძნელი ექნებათ ურთიერთგაგება. არა იმიტომ, რომ სხვადასხვა ენას საუბრობენ, არამედ იმიტომ, რომ სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობენ. წარმოიდგინეთ დედამიწელი, რომელიც ჩავიდა მარსზე. ის დგას ჰაბიტატის ფანჯარასთან და უყურება გარეთ. ხედავს უსასრულო წითელ უდაბნოს. ცდილობს აიხსნას მარსიელ ბავშვს, რომელიც დაიბადა აქ. რას ნიშნავს ქვედა, ტირე, თვირე, კვოტი, ქვედა, ტირე, 88, ქვედა, ტირე. კვოტ, 49 ამბობს დედამიწელი. კვოტ, 50. ბავშვი უყურებს დაბნეულად. კვოტ, 51. ის კითხულობს. კვოტ, 52. დედამიწელი ხვდება, მან არ შეუძლია აუხსნას. რადგან ბავშვს არ აქვს რეფერენციული ჩარჩო. დედამიწაზე, სადაც სიცოცხლე არის ყველგან, მანქანები არის, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს, მარსზე, სადაც სიცოცხლე არის მხოლოდ ჰაბიტატებში, ადამიანები არიან, რომლებიც ემსახურებიან მანქანებს. მანქანებს, რომლებიც აწარმოებენ ჰაერს, წყალს, სითბოს. ეს ორი რეალობა იმდენად განსხვავებულია, რომ შეიძლება ერთ დღეს ისინი აღარ მოიაზრებოდნენ ერთმანეთს როგორც ერთი სახეობის ნაწილები. მაგრამ ყოველივე ამის შესახებ ფიქრი, ყველა ამ გრანდიოზული სცენარის, ყველა ამ მომავლის, ყველა ამ ფილოსოფიის, ადვილი გზაა დაივიწყო, საიდანაც დაივიწყო, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. დაუბრუნდეთ იმ მომენტს, რომელმაც ყველაფერი გააჩინა. დაუბრუნდეთ 2019 წლის იანვარს, 3 რიცხვს, ბეიჯინგში, ხსო ბეიჯინგში, იმ ოთახში სავსე მონიტორებით და დაძაბული სიჩუმით. გახსოვთ როგორ დავიწყეთ? გახსოვთ ასობით მეცნიერი, რომლებიც აკვირდებოდნენ ერთ პატარა ეკრანს? გახსოვთ მომენტი, როდესაც ვირაცა მხვირილი დაიწყო, როდესაც ეკრანზე 390,000 კილომეტრის მოშორებით გამოჩნდა პირველი მწვანე ფოთოლი? რატომ მყვიროდნენ ისინი? რა იყო იმ მომენტში იმდენად განსაკუთრებული? ახლა, როდესაც გავიარეთ ყველაფერი, ტექნიკური დეტალები, ისტორიული კონტექსტი, მომავლის ხედვები, ფილოსოფიური პარადოქსები, ახლა ჩვენ ვიცით პასუხი. ისინი ყვიროდნენ, რადგან ნახეს რაღაც, რაც არასოდეს ყოფილა. ნახეს სიცოცხლე იქ, სადაც არასოდეს იყო. ნახეს პირველი ნაბიჯი მგზავრობაში, რომელიც შეიძლება არასოდეს დასრულდეს, მაგრამ რომელიც განსაზღვროს, რას ნიშნავს იყო ადამიანი. იმ სცენარემ, რომელიც იცოცხლა მხოლოდ 9 დღე, არ იცოდა თავისი მნიშვნელობა. არ იცოდა, რომ იგი იყო ელჩი. პირველი ელჩი დედამიწის სიცოცხლისა სხვა სამყაროში და ალბათ ეს არის ყველაზე ლამაზი ნაწილი ამ მთელი ისტორიისა. მცენარე, რომელმაც ყველაფერი დაიწყო, არ იცოდა, რომ დაიწყო რაიმე. იგი უბრალოდ აკეთებდა იმას, რასაც მცენარეები აკეთებენ. ამოდიოდა თესლიდან, ავრცელებდა ფოთლებს სინათლისკენ, ცდილობდა გადარჩეს. არ ქონდა დიდი გეგმები, არ ქონდა ამბიციები, არ ქონდა ცნობიერება თუნდაც თავის არსებობის შესახებ. მაგრამ მოახდინა იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა ცნობიერმა არსებამ შეიძლება დაგეგმოს. და ახლა წარმოიდგინეთ მომენტი 1000 წელში, ან 2000 წელში, ან უფრო შორს. ვიღაც, შესაძლოა დედამიწელი, შესაძლოა მარსიელი, შესაძლოა ადამიანი, ვინმე სხვა პლანეტიდან, რომელიც ჯერ არ არსებობს დღეს, დგას მუზეუმში.
ეს მუზეუმი შესაძლოა არის დედამიწაზე, ან მთვარეზე, ან მარსზე. და ამ მუზეუმში, დაცულ კონტეინერში, იდევს მცირე გაკინული ნაწილი ბამბის მცენარისა. ეტიკეტი საუბრობს: ქვედა ტირე, კოტიტი, ქვედა ტირე, 5-3, ქვედა ტირე. ეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, საიდანაც არ უნდა იყოს მოსული, დგას და უყურებს ამ გახმელ მკვდარ ღეროს. და ცდილობს წარმოიდგინოს, რას გრძნობდნენ ადამიანები, რომლებიც ნახეს ეს პირველად. შესაძლოა ამ ადამიანმა იცხოვრა მთელი სიცოცხლე მარსზე და არასოდეს ნახა დედამიწა პირდაპირ. შესაძლოა მისი პრაპრაპრაბაბუა იყო ერთ-ერთი პირველი კოლონისტი. შესაძლოა ის თავად არის ინჟინერი, რომელიც მუშაობს ახალ თაობის თევზაშენებზე. და იგი ფიქრობს, რადგან ზუსტად ეს არის სიმართლე. ყველაფერი იწყება პატარა ნაბიჯით. პირველი მოსე, რომელიც გავიდა წყლიდან. პირველი ადამიანი, რომელმაც შეხედა ვარსკვლავებს და იფიქრა: ქვედა ტირე, კოტი ქვედა ტირე, 5-5, ქვედა ტირე, ზედა ტირე. პირველი თესლი, რომელიც იამოღეს დედამიწაზე და გადაიტანეს მთვარეზე. არც ერთი ამათგანი არ იცოდა, რას დაიწყებდა, მაგრამ ყველა მათგანმა დაიწყო რაღაც, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. და ეს უბიძგებს ჩვენ დავფიქრდეთ. რას ვიწყებთ ჩვენ დღეს? ჩვენ, ვინც ცხოვრობთ 2030 წლებში, ვართ იმ გენერაციის ნაწილი, რომელიც ხედავს რეალურ დაწყებას. ჩვენ ვიცით, რომ არტემის პროგრამა აშენებს მთვარის ბაზას. ვიცით, რომ პირველი ადამიანები მარსზე შესაძლოა წავიდნენ შემდეგი 15 წლის განმავლობაში. ვიცით, რომ ეს რეალურია, აღარა ფანტასტიკა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება 100 წლის შემდეგ. არ ვიცით, იქნება თუ არა მარსი ნამდვილი კოლონია. არ ვიცით, იათიარსებებს თუ არა ტერაფორმირება. არ ვიცით, გახდება თუ არა კაცობრიობა ნამდვილად მულტიპლანეტური. მაგრამ ვიცით ერთი რამ. თუ ჩვენ არ ვიწყებთ, ეს არასოდეს მოხდება. თუ ჩვენ არ გავბედავთ პირველ ნაბიჯს, თუნდაც პატარას, თუნდაც 9 დღიანს, მაშინ არასოდეს იქნება მეორე ნაბიჯი. არასოდეს იქნება მესამე. ჩანგე 4-ის მცენარემ გაბედა. ჩინელმა მეცნიერებმა, რომლებმაც დააპროექტეს და აშენეს ის ბიოსფერო, გაბედეს. NASA-ს, SpaceX-ის, ESA-ს ინჟინრებმა, რომლებიც ახლა მუშაობენ მომავალ მისიებზე, ბედავენ. და ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ვუყურებთ ამ ყველაფერს, ასევე ვართ ნაწილი ამ პროცესის. როდესაც ვკითხულობთ სიახლეებს კოსმოსური მისიების შესახებ, როდესაც უჭერთ მხარს პროექტებს, როდესაც ვაყალიბებთ ახალ თაობას, რომელიც იზრდება იმის ცოდნით, რომ ვარსკვლავები არ არის მხოლოდ წერტილები ცაზე, არამედ სამომავლო სახლები, ყოველი პატარა ნაბიჯი, ყოველი ექსპერიმენტი, ყოველი თესტი, ყოველი წარმატება და დამარცხება არის აგური იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ მომავლისკენ. და ალბათ ბოლო კითხვა, რომელიც რჩება. ღირდა თუ არა 30 მილიონი დოლარი დღეში, რომ ერთმა პატარა ფოთოლმა იარსება მთვარეზე. ღირდა თუ არა ტრილიონები დოლარების, რომელიც დაიხარჯება მომავალ მისიებზე. ღირდა თუ არა ის, რომ ადამიანები იცხოვრონ ძალიან რთულ, საშიშ პირობებში, სადაც ერთი შეცდომა შეიძლება ნიშნავდეს სიკვდილს. ჩემთვის პასუხი არის დიახ. არა იმიტომ, რომ ეს გააუმჯობესებს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას, არა იმიტომ, რომ ეს მოგცემს სწრაფ სარგებელს, არა იმიტომ, რომ ეს გადაჭრის დედამიწის პრობლემებს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ის, რასაც აკეთებენ ადამიანები. ჩვენ მოგზაურობთ, ვიკვლევთ, ვიოცნებებთ, ვაშენებთ კათედრალებს, რომლებიც არ დაგვიმთავრდება ჩვენს სიცოცხლეში. წერთ წიგნებს, რომლებსაც წაიკითხავენ ადამიანები ასეულობით წლის შემდეგ. ვქმით ხელოვნებას, მეცნიერებას, ფილოსოფიას. არა იმიტომ, რომ ეს უტილიტარულია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ გვხდის ადამიანებად. და კოსმოსური კვლევა, წასვლა მთვარეზე, მარსზე, უფრო შორს. ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ როგორც სახეობა. ჩვენ არ ვჩორჩებით ერთ ადგილას, ჩვენ ვიძრით წინ. შესაძლოა ჩვენ არასოდეს ვნახავთ მწვანე მარსს. შესაძლოა ჩვენი შვილიშვილები არ ნახავენ. შესაძლოა თუნდაც ჩვენი პრაპრაშვილიშვილები არ ნახავენ. მაგრამ ვიღაცა ნახავს. ვიღაცა, რომელიც დაიბადება იმიტომ, რომ ჩვენ დავიწყეთ. და იმ მომენტში, როდესაც პირველი ადამიანი, ან შესაძლოა უკვე არასრულიად ადამიანი, არამედ რაღაც ახალი, რაღაც ევოლუირებული, დადგება მწვანე მარსის ველზე და ისუნთქავს თავისუფლად ჰაერს, რომელიც აწარმოეს მცენარეებმა, რომლებიც მოვიდნენ დედამიწიდან საუკუნეების წინ, იმ მომენტში ის შესაძლოა გაიხსენებს ერთ მცირე ფოთოლს. პირველ ფოთოლს, რომელმაც გაბედა გახსნა მთვარეზე 2019 წლის იანვარში. და იმ პატარა თესლისთვის, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი იდეა, რომ იყო პირველი, მაგრამ რომელმაც გააკეთა ის, რაც მცენარეებს ყოველთვის უკეთებიათ, უბრალოდ ცხოვრობდა, უბრალოდ იზრდებოდა, უბრალოდ ცდილობდა იარსება, იმ პატარა თესლისთვის ეს იქნება უდიდესი მემკვიდრეობა, რასაც სიცოცხლე ოდესმე დატოვებდა.
რადგან სიცოცხლე, ნებისმიერი სიცოცხლე, ნებისმიერ ადგილას არის არამხოლოდ გადარჩენა, არის არამხოლოდ რეპროდუქცია, არის არამხოლოდ ევოლუცია. სიცოცხლე არის გზა. გზა საკუთარი საზღვრების გადალახვისკენ. გზა იმისკენ, რომ იყო მეტი ვიდრე ხარ. გზა იმისკენ, რომ შევსო სივრცე, რომელიც სავსე იყო მხოლოდ სიჩუმით და ბნელით, რაღაცით ახალით, ფერით, სინათლით, მოძრაობით, გრძნობით, ფიქრით. და ახლა, როდესაც ჩვენ მდგავართ დედამიწაზე და ვუყურებთ ცას და ვფიქრობთ იმ პატარა ფოთოლზე, რომელიც ცხოვრობდა 9 დღე მთვარეზე და იმ მომავალ ფოთლებზე, რომლებიც იზრდებიან მარსზე, ევროპაზე, ენცელადუსზე, შორეულ ეგზოპლანეტებზე, რომლებზეც ჩვენი პრა-პრა-პრაშვილების შთამომავლები ერთ დღეს მივლენ, ჩვენ შეგვიძლია დავსვათ ერთი უკანასკნელი კითხვა. არა მივაღწევთ თუ არა ჩვენ მას, არამედ გაბედავთ თუ არა ჩვენ სცადოთ. და თუ პასუხი არის დიახ, თუ ჩვენ გაბედავთ, მაშინ ისტორია, რომელიც დაიწყო იმ 9 დღით მთვარეზე, გაგრძელდება. და სიცოცხლე, რომელიც დაიბადა დედამიწაზე 4 მილიარდი წლის წინ, გააგრძელებს თავის მოგზაურობას ვარსკვლავებს შორის. და ჩვენ, სულაც არ იმიტომ, რომ ვართ განსაკუთრებულნი, სულაც არა იმიტომ, რომ ვართ რჩეულნი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ უბრალოდ ვართ აქ, ამ წუთში, ამ კონკრეტულ თაობაში, ჩვენ ვიქნებით ის, ვინც მას დავეხმარეთ.